როგორ მოახერხე ერთ წელიწადში 200 ლარი ვალი რო ქონდა შენი ძმაკაცის, იმიტომ რომ ბავშვისთვის ფორმულას ვერ კიდულობდი, მაქედან ერთ წელიწადში 1,5 მილიონი სახლამდე მისვლა. ეგეთმა დიდმა სირთულემ დააპროვოცირა ის, რომ რაღაცებს, რასაც მანამდე ისედაც ვაკეთებდი, ცოტა სხვა თვალით შემეხედა, სხვა ფორმა მიმეცა, სხვა პოტენციალი დავენახა და პერსპექტივა და ეგ იყო გადაწყვეტილება, რომ თქვი რომ მეთქი ბიჭო, გაყიდვაი რაღაცა რაც მიყვარს. და გამომდის. ძირითადად ტიპებს გონიათ, რომ თუ არ იყიდება, ესე იგი არ ვარ. თუ პროდუქტი კაია და არ იყიდება, მიზეზი არის პრეზენტაციაში და არცაც სხვაგან. არ გაყიდვა არ არის ცუდი პროდუქტის ინდიკატორი. ცუდი პროდუქტის ინდიკატორია რეკომენდაციის არ გაწევა, განმეორებით არ ყიდვა, დაბრუნების მოთხოვნა. თუ ამას მთავაზობ, ამ რაღაცას ღირებულება ექნება ერთადერთ შემთხვევაში. თუ მე ვხედავ კავშირს ჩემს კონკრეტულ პრობლემებს რანაირად აგვარებს. როგორც კი შენს საჭიროებებზე, მტკივნეულ წერტილებზე დავიწყებ ლაპარაკს, შენთვის ჩემი საუბარი საინტერესო ხდება, იმიტომ რომ უი ბიჭო, ჩემზე ლაპარაკობს. გრძნობ რომ ეს რაღაცა რო არ კონდეს დაღუპული. საბოლოოში დავდივართ იქამდე, რომ ყველაფერი დადის კეთილგანწყობის / დობის მოგვარებაზე. გიო, შენ თავს მოიხსენიებდი და ბაზარზე ხარ ცნობილი როგორც მარკეტინგის გენიოსი. ხარ ყველაზე გაყიდვადი კურსების ავტორი და ძალიან ბევრი სტარტაპი ჰქონდა წამოწყებული ასევე და მე სიტყვით რო თქვა, ითვლები გაყიდვების გურუთ, მოდი ამ ქვეყანაში რა და ეს წიგნი გავლენა რო წავიკითხე ჩიალდინის, რავი, გონია რომ ყველაზე მეტად შენ შეგილია რომ პრაქტიკული გამოცდილება გაგვიზიარო ამ წიგნის სიბზნეებზე და მოდი პირდაპირ კითხვაზე გადავალ, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს, არის როგორ მოახერხე ერთ წელიწადში 200 ლარი ვალი რო ქონდა შენი ძმაკაცის, იმიტომ რომ ბავშვისთვის ფორმულას ვერ კიდულობდი, მაქედან ერთ წელიწადში 1,5 მილიონი სახლამდე მისვლა. რა იყო ის, რამაც გადატეხა შენში და ეს ნახტომი გააკეთებინა? შორიდანაც შეგვიძლია დავიწყოთ მოყოლა. ახლოდანაც შეგვიძლია. თავარია რომ ნახე, სადმე შორიდან რა. შორიდან. თავარია რომ ისე მოვყვეთ, რომ ეს რაღაც არ იყოს, რაღაც ტიპები რომ დაждდებიან და მე იცი 200 ლარით მილიონი. ანუ რეალური ძალიან მარტივი კოპირებადი რაღაცები გავაკეთე. ზუსტად ეგ მაინტერესებს. ძალიან მარტივი და კოპირებადი რაღაცა გავაკეთე რა. ეგ მაინტერესებს მე. სულ არ მინდა შენი ფილოსოფია იმაზე, რომ რაღაცა დილას იღვიძებდი და ციფრხავს იღებდი. ხო. თუმცა კარგია გიქხევთ. ის პერიოდია ჩილედან ვართ ახალ ჩამოსულები. ჩილეში სანამ წავიდოდით, ერთი სტარტაპი, სადაც მე და შენ გავიცანით ერთმანეთი აფთიაქი დრაივზე. ეგ გქონდა, იმაში მთელი რესურსი გქონდა ჩადებული. მაშინ არ ვიცოდი ეს ეკონომიური სტარტაპის მეთოდები და რაღაცები, არ ვიცოდი ფიზიკურად. როცა გავიგე იქედან კი განულდა ყველანაირი ხარჯი, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო რესურსი იქ იყო ჩადებული. მანამდელი მთელი რესურსი უცნაურ რაღაცაში იყო ჩადებული ლოკოკინების ფერმაში. და ერთმას მეორემას არ გაამართლა, ჩილედან ჩამოვედით და ანუ მართლა ძალიან ბიჭო არ მიტყდევთ, ძალიან მინუსში კი არ ვარ, მინუსის მინუსში ვარ. და რაღაც ხო გინდა რო ქნა რა. გლოვოზე მეთქი მოპედი რომ მყავდეს, ან ხო ვერ ვითხოვებ, ვიმუშავებ, იმიტომ რომ 2 თვის ბავშვი გყავს სახლში. მშობლებს ახლა რამდენჯერ უნდა უთხრა. და ეგ რაღაცა ეგეთმა დიდმა სირთულემ დააპროვოცირა ის, რომ რაღაცებს, რასაც მანამდე ისედაც ვაკეთებდი, ცოტა სხვა თვალით შემეხედა, სხვა ფორმა მიმეცა, სხვა პოტენციალი დავენახა და პერსპექტივა და ეგ იყო გადაწყვეტილება, რომ თქვი რომ მეთქი ბიჭო, გაყიდვაი რაღაცა რაც მიყვარს და გამომდის. მარკეტინგიც მესმის ასე თუ ისე, იმიტომ რომ რავი, ჩვენი საუბარი უბრალოდ რომ სადღაც შევხვედროდით, აღმოაჩენდი უეჭველი, რომ 15 წუთში მარკეტინგზე და გაყიდვებზე იყო ბუნებრივად გადასული, იმიტომ რომ რაღაცა რო გიყვარს, იქეთ მიდის რა საუბარი. და ჩემაც სულმა მითხრა, რომ სარეკლამო ბიზნესი მქონდა მაშინაც რა, მაგრამ ახალი წლის პერიოდი იყო, მაგითი კაი ფულს, ისეთ ფულს, რომ ახლა იქ წინას 3 ან 4 არასწორი ფინანსური გადაწყვეტილებები მაგით დაგეკომპენსირებინა, ეგეთი არის. და ჩემაც უნდა მითხრა რომ ბიჭო, კლიენტებს რასაც ელაპარაკებიო. ეგ უნდა ჩავწერო და გავყიდო, იმიტომ რომ არის სწავლებაო და ამ ხალხს პროსტა დაგელაპარაკებიო რა. მაგიდან მოვიდა იდეა, რომ ფორმა მიმეცა იმ რჩევებისთვის, სტრატეგიებისთვის, მიდგომებისთვის, რამაც იმუშავა, რამაც არ იმუშავა, კი საინტერესო გამოცდილებაა, მაგრამ რამაც იმუშავა, ხო შემიძლია თავი მოუყარო რა. ანუ შენ აიღე და ის რაც შენი გამოცდილება ქონდა გაყიდვებში და მარკეტინგში, ეგ აქცია რაღაც ერთგვარ
კურსად, ჩაწერად, ვიდეო ლექციად, არ ვიცი, საკონსულტაციო მასალად და იქ გახადე პროდუქტი? ზუსტად. რა გამოცდილებაც მქონდა მაგალითად სამსახურში, როცა პირველად სოჩორის დარწმუნების აი ეს ტაქტიკები რაც თუნდაც ამ წიგნშია. საერთოდ არ ვიცოდი ამ წიგნის შესახებ. ერთ-ერთ სამსახურში პრაქტიკაში გამოვცადე. ტვერსასრუტების თემაში. ხო, ეგ მოყოლილი გაქვს და რამ ტვერსასრუტებს კიდე? გეტყვი მაგას. გამოვყევი, მაგალითად, სუდი გამოცდილება თუ მქონდა სტარტაპში რა ვიზარალე, რა მეგონა რომ ესე იქნებოდა რა აღმოჩნდა რომ ესე არ არის და თურმე როგორ არის, ამ ყველაფერს მოუყრი თავს და მანამ სანამ ჩემთვის სუდი გამოცდილება, როგორც კი ჩემს სუდ გამოცდილებას ვაზიარებ, უკვე სხვისთვის სასარგებლო იჩნდება. და ამ სუდ გამოცდილებას ჩემთვისაც უკვე სარგებელი მოაქვს. კი. იმიტომ რომ სხვისთვის გამოცდილება თუ აქვს, მოკლედ. და ეგ იყო დღე უბრალოდ ჩავრთე კამერა iPhone 6 მქონდა უკანა ჩვეულებრივი კამერა გატეხილი მქონდა არღი და იმით გადაღება. წინა კამერა მეტნაკლებად იღებდა. წინა კამერა ჩავრთე და უბრალოდ რაღაც ერთ კონკრეტულ თემაზე ვთქვი რომ იცი რა თუ შენ სტარტაპში ესეა და ესადე და არ იმუშავა მიზეზი არის ეს თუ უფრო მეტი გაინტერესებს შენ გაგიწევ უფასო კონსულტაცია. შემოვიდა ნომრები, გადავრეკე ამ ნომრებთან კონკრეტული ტექნიკა აქვს, როგორ უნდა ჩაატარო უფასო კონსულტაცია. ისე რომ ზუსტად გაიგო ამ ადამიანს რა ჭირს, აი ზუსტად. დარწმუნდე ჯერ შენ, რომ ამ ადამიანს რა ჭირს. შენ შეგიძლია დახმარება, ჯერ შენ დარწმუნდე და მე რაში შენ დარწმუნდები, ადგე და დაარწმუნო ისიც. გააკეთო მე შეთავაზება და უკვე თავი მქონდა მოყრილი, რჩევებს მაგალითად რეკლამის გარეშე ორგანული კონტენტით, როგორ მოვიზიდოთ მომხმარებელი, როგორ გავაკეთოთ შეთავაზება რო არის არ თქვას და ამ შემდეგ. ეხლა რას მოვშინე რომ პირველ რიგში ესე იგი შენი გამოცდილებიდან შეკრიბე დაახლოებით რა პრობლემებში შეიძლება იყვნენ სტარტაპები, რა პრობლემა შეიძლება ქონდეთ. დაიწყე მაგ პრობლემაზე საუბარი, შემდეგ ჩამოთვალე სავარაუდო მიზეზები, რაც შეიძლება რომ მაგ პრობლემის წყარო ყოფილიყო და შემდეგ უთხრე რომ თუ გაინტერესებს ამ პრობლემების მოგვარება, მოდი ჩემთან უფასო კონსულტაციას. ეგ იყო სტრატეგია. კი. გავი. და გაქვს ფასიანი ოფერი, რომელსაც რომ ნახე, ექიმის და პაციენტის ურთიერთობა წარმოიდგინე რა. კი, მოხვედი ჩემთან უფასო კონსულტაციას. უფასოდ დაგიდგინე დიაგნოზი, გითხარი, შენი პრობლემის მიზეზი ეს არის. ხო. გამოსავალი ეს არის. რომელიც ინა აირჩიე რა. აქედან შეიძლება რამდენიმე გამოსავალი ჩემი იყოს. და იყიდე ჩემგან. გავი. მე რა მაინტერესებდა, იცი, ახლა რომ გინსედები და ისედაც რომ აქამდე რაც მომისმენია რა. რამე კი არა მგონია რომ არის რა განსხვავება მიდგომებში, ტაქტიკებში, როდესაც გაყიდვებზე ვლაპარაკობთ, არის კონტაქტზე დამყარებულ, ანუ პირდაპირ კონტაქტის გაყიდვებსა და პირდაპირ კონტაქტის გარეშე გაყიდვებს შორის, ანუ გულისხმობ შეხვედრის გაყიდვები, ფიზიკური one-on-one-ები, ერთ-ერთზე გაყიდვები და ციფრული გაყიდვები დავარქვათ, როდესაც ახლა ყვებოდი რომ ჩავწერე ვიდეო, გავედი დიდ ოდენობაზე შედარებით ადამიანების, ხო, ერთ-ერთზე შეიძლება ამდენს ფიზიკურად ვერ შეხვდე რა. ანუ ამ ტაქტიკებში სხვაობა არის, ყველაფერს ერგება, რჩევა დარიგებები, ესე ვიკითხავ. მე ნახე მე მგონია რომ ზუსტად იმიტომ რომ ბევრს ვერ გაურჩევია მსგავსება რა არის და სხვაობა რა არის უშუალოდ ყიდვის პროცესში უშვებენ ერთსა და იმავე შეცდომას მაგალითს ვიტყვი ნახე სოციალური ქსელი არ არის ადგილი სადაც ტიპი შემოდის უძრავი ქონების საყიდლად მაგაში რომ შეგეწინააღმდეგოს უძრავი ქონების დეველოპერები არა შემეწინააღმდეგე თქონდა მაგრამ ნახე რატო ჩაგიკითხე იცი რომ ძალიან ბევრი ლიდებს აგენერირებენ მე ხა ბევრი ისე ვთქვი მათივე მოყოლით რა ძალიან ბევრი ლიდებს აგენერირებენ ამ Facebook ედებით რა და შემოდიან და მე კონსულტანტებთან გადადიან და მე გაყიდვა საბოლოო ჯამში იქ ხდება მაგრამ ლიდებს ხდება იქ ტელეფონით ან მე ადგილზე დათვალიერებით ადგილზე ხდება ბოლოო ჯამში ტელეფონით ხო გაყიდულას სახლი მაგრამ აი მაგას აუშენებელი ბინები ხო საბოლოო ჯამში მართლა ეგრე ოფისში ხდება რა გაყიდვა რა ოფისში ხდება ნახე ისევ გივის კითხვასთან მივდივართ უძრავ ქონებას სოციალურ ქსელში ვერ გაყიდი მაგრამ ლიდებს დააგენერირებ როცა გესმის რომ
სოციალური ქსელი არ არის უძრავი ქონების გასაყიდი პლატფორმა, არა იმიტომ რომ ის ხალხი არ მოძრაობს იქ, ვისაც უძრავი ქონება ჭირდება. დაწკაპუნებით ვერ ვიყიდი 10,000-დან ზემოთ რაღაცას რა, 50-100,000-იან რაღაცას Facebook-ზე მიმოწერაში და ტელეფონით თითქმის არ ვიყიდი. ამას ჭირდება რომ პირისპირ დავждდეთ და ეს რაღაცა ჭირდება რა, უშუალო კონტაქტი. და როცა ეს გესმის რომ მთელი წინა ეტაპები უნდა ემსახურებოდეს არა უძრავი ქონების გაყიდვას. ერთადერთ რაღაცას რომ ტიპი გადაიყვანოს შემდეგ ნაბიჯზე, ეს შეიძლება იყოს მოწერა, შეიძლება იყოს ნომრის დატოვება. ნომრის დატოვება ემსახურება ერთადერთ რაღაცას, რომ სატელეფონო კონსულტაცია კონტაქტი შედგეს. ტელეფონზე ზუსტად ვიცი რომ არ იყიდი ბინას, მაგრამ ტელეფონზე უნდა გავყიდო მოსვლა. შესაბამისად, ნახე, როცა წიგნს ყიდი მაგალითად, სოციალურ ქსელში რეკლამამ შეიძლება გაყიდოს წიგნის ყიდვა. მაგრამ უძრავი ქონების რეკლამამ უნდა გაყიდოს ლიდის გენერირება. ამ შემთხვევაში გაყიდვებში გადის ლიდის გენერირებაც. ხო, შემდეგი ნაბიჯი არის ყველაფრის გაყიდვა. კი. მაგალითად, აი უფასო კონტენტს როცა ვწერდი, გაყიდვა მაქედან იწყებოდა რა, ტიპი რომ გაჩერდებოდა კონტენტთან და დროს ხარჯავდა. უკვე გაყიდვის პროცესი რაღაცას მიხდის, ყურადღებას მიხდის, დროს მიხდის. ჩემი ამოცანაა, რომ ამ დროში იმდენად სასარგებლო რაღაცა ვუთხრა, იმდენად პრაქტიკული, იმდენად აი უტყუარი და მართლა სასიკეთო. რომ ტიპმა თქვას, რომ ბიჭო, გოგეშვილის ვიდეო კი არის 10 წუთიანი ხანდახან, მაგრამ ეს 10 წუთი ღირს. ნახე, იქ იწყება ყიდვა რა. 10 წუთი გადახდილი ჩემთან, რაც სანაცვლოდ მოგეცი ღირდა. შემდეგ გეუბნები, რომ თუ უფრო მეტი გაინტერესებს, რა ვიცი, თუ ვინა გავისაუბროთ და შენ უკვე ჩემთან გაყიდვის დადებითი გამოცდილება გაქვს. ისე რომ არაფერი არ გიყიდია, თითქოს არის და ყველაზე ძვირიანი რაღაცა გაქვს მოცემული, დრო გაქვს მოცემული. ნახე, შესაბამისად, როცა ეს პრინციპი გესმის, რა მიყავს ადამიანს გადაწყვეტილებამდე, გესმის, რომ თურმე ჩემი კომუნიკაცია მაინდა-მაინც მოკლე კი არ უნდა იყოს. უნდა იყოს რა დროშიც იქნება, იმაზე მედგირებულებას უნდა აძლევდეს, ვიდრე ვიღაცის 30 წამიანი რეკლამა. ხო. შეიძლება 2 საათიანი იყოს ვიდეო. თქვენი პოდკასტები რა ორიანი ხო არის. მაგრამ თუ ამ 2 საათში მე 2 წლის ცოდნას მაძლევ და გამოცდილებას 2 წლის შეცდომებს მაზოგინებ, ამ 2 საათით ვყიდულობ 2 წელიწადს. და რა მნიშვნელობა აქვს ზომას? ეს პადი ჩემი საყვარელი გაჯეტი გახდა. რამოდენიმე თვის წინ ვიყიდე Zoom-ში და ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენია, რაც ბოლო დროს გამიკეთებია. თუ თქვენ ჩემსავით გიყვართ წიგნების კითხვა და ხელით ჩანაწერების კეთება, მაშინ ეს პადი თქვენთვის არის. ეს არის Booksys ბრენდის Android-ის სისტემაზე მომუშავე საკითხავი გაჯეტი, რომელზეც შეგიძლიათ გადმოწეროთ ნებისმიერი აპლიკაცია. მე პირადად მაქვს Kindle-ის აპლიკაციაც და Sabas აპლიკაციაც და აბსოლუტურად ყველა ბლოკნოტი ამ ერთი გაჯეტით ჩავანაცვლ და სადაც არ დავდივარ, სულ თან დამაქვს. გადადი ვიდეოს აღწერაში მოცემულზე, გამოიყენე პრომოკოდი Bubblehead და Zoom-ერისგან მიიღე Booksys ყველა მოდელზე 20%-იანი ფასდაკლება. ეხლა გამახსენდა ერთ-ერთი პრინციპი, რაც არის Cialdini-ის, ის არის ნაცვალ-გების პრინციპი, ანუ სიკეთით გადახდის პრინციპი რა, როდესაც შენ ახსენებდი, რომ უფასოდ რეალურად უფასოდ იმიტომ რომ მატერიალურად ფულს არ იხდის, სწორედ დროს ხარჯავს მაგალითად, აძლევ რაღაცა ღირებულს რა. იგ შენი გამოცდილებით ზრდის ალბათობას, რომ შემდეგ გადმოსული უკვე შემდგომ ეტაპზე ამ მოლაპარაკებების თუ რაც იქნება ამ ძაბრის, ასე ვთქვათ, ფანელის გადმოსული რაღაცნაირად ადამიანი უკვე კეთილგანწყობილი არის შენდამი, იმიტომ რომ შენ მას უკვე რაღაცა ღირებული მიეცი, ანუ მისი შენთან ურთიერთობა უკვე მისთვის ფასეული იყო და ეს შემდგომ აუმჯობესებს ასე ვთქვათ კონვერსიას შემდეგი ეტაპებზე და მაგრად აუმჯობესებს თან როგორ ნახე ორ რაღაცას ემსახურება რა წარმოიდგინე ორი ვიღაცის რეკლამას ხედავ ორი ექიმია რა ერთი ექიმი ამბობს რომ მე ვარ ესა და ეს ტიპი ამ წლიანი გამოცდილებით ეს ამდენი პაციენტი მყავს აქ დავამთავრე იქ და მე იქ მუშაობ და ასე შემდეგ ბაზრობს თავის თავს მეორე ტიპი ლაპარაკობს რაღაცა სიმპტომებზე მაგალითად თუ ხელი გიბუჟდება თუ გულის ფრიალი გაქვს ეს გაქვს ადიშკა გაქვს სიტყვაზე სუნთქვა გაგირბის და ასე შემდეგ ამის მიზეზი შეიძლება იყოს ეს მეორე ტიპის რეალურად თავის თავზე ლაპარაკობს ამ ლაპარაკით ხვდები რომ ექიმია ხვდები რომ გამოცდილია მაგრამ რა კი ამ მონაკვეთში ღირებულება მოგაწოდა რაღაცა ისეთი გაიგე რაც არ იცოდი ნდობა ამ ტიპის მიმართ უფრო მეტი გაქვს რომელიც
არჩევანი თუ გაქვს გასაკეთებელი ვის მიმართო პირველ რიგში, მიმართავ იმას ვისგანაც უკვე რაღაც სიკეთე მიგიღია. ერთი რომ ნდობას რდის და ორი საფეხური რო იყოს დასაბიჯებელი, რომელს დავაბიჯებ, რომელსაც მეტად ვენდობი, რომ იქ არ ჩატყდება. პირველ რიგში იქ ვდგამ ნაბიჯს და თუ ყოველი კომუნიკაცია ჩემთვის, როგორც მომხმარებლისთვის, სასარგებლოდ დასრულდა, ჩემთვის უკვე მარტივია კიდე გამოყვე შემდეგ ეტაპში. სასარგებლო იყო ისტორია, ჩემთვის ახსოვს რომ შენთან სასარგებლო ურთიერთობა. ვერ წავაგებ, ვერ დროს, ვერ ფულს, ვერ ჯანმრთელობას, ვერ რეპუტაციას. და თუ გინდა მე 100,000-იანი ოფერი გამიკეთე, მე თუ ვიცი რომ 100,000-ის სანაცვლოდ მილიონის ღირებულებას მაძლევ, რა პრობლემაა? +900 ვარ. იქ საინტერესო თემას შეეხეთ ახლა ერთიც მეორეც რა. ანუ საბოლოოში დავდივართ იქამდე რომ ყველაფერი დადის კეთილგანწყობის / ნდობის მოპოვებაზე, ხო? მე ესე აღვიქვამ ყოველ შემთხვევაში გაყიდვების პროცესი. სწორად აღვიქვ. და ნახე, უბრალოდ სადერევად ტიპებს იმის გამო რომ სიკეთის კეთება ნდობას ზრდის, იმის გამო რომ ნდობა გამეზარდოს და მე შენ რაღაცა მოგყიდო, ამიტომ ვაკეთებ ამას. რომ მე შენ მე მოგყიდო. დაახლოებით ისეთ პონტია რა, გოგორო დაპატიჟო სადაც პაემანზე და იმის გამო რომ მე საღამოს დაიკეროს, წამოეხლა ამას დაგპატიჟო, იმას დაგპატიჟო ამაზე რომ ძალიან სიმახინჯია იყო. ხო ძალიან სიმახინჯია. მაგრამ ზუსტად ეგრე აკეთებენ. ტიპებმა გაიგეს რომ თუ გავცემთ ჯერ ეს გაამარტივებს მე კონვერსიას და მოდი იმიტომ მივცეთ რომ მე საღამოს შევხედოთ და იკერება თუ არა. არა, გასცემ და ამ პროცესს ენდობითან რა. ვისთვისაც საკმარისი აღმოჩნდება ის რაღაცა რომ მეტი დაჭირდეს. შენთან გაიჩნდება? თუ მეტი არ დაჭირდა. ბედნიერი ხარ? რავი, უფასო თუ დაგეხმარი რა პრობლემაა? მე ხა როგორი ის მაქვს აქმა რა. ყველანაირი მტკიცებულებით ტონში საუბრის გარეშე რა, უბრალოდ ჩემი აქმა. ისე მოხდა რომ კარიერის ნახევარი ალბათ გაყიდვებში მაქვს გატარებული რა და ეს უხეშად სამ ვარიანტად მაქვს ჩემთვის ტვინში დაყოფილი შესაძლო შემთხვევები რა. პირველი, როდესაც ვიცი საჭიროება, ანუ მე პოტენციურმა მყიდველმა ვიცი საჭიროება და არ ვიცი საჭიროების მოგვარების გზებში გულისხმობ უშუალოდ პროდუქტსაც და პროდუქტის მომწოდებელსაც, ანუ არ ვიცი, მაგრამ საჭიროება იდენტიფიცირებული მაქვს რა. მეორე, როდესაც საჭიროება იდენტიფიცირებული მაქვს, ვიცი მოგვარების გზის მხოლოდ მაგალითად პროდუქტის ნაწილი, ან მხოლოდ მაგალითად მომწოდებლის ნაწილი, კარგად რო აღვხსნა, ვიცი რომ მანქანა უნდა დავაზღვიო, то есть უბრალოდ ვიცი რომ რისკია დაუზღვეველი მანქანის ციარული, ვიცი რომ მანქანის დაზღვევა ამ რისკს მიგვარებს, მაგრამ არ ვიცი რომელი სადაზღვევოსგან ვიყიდო ეს პროდუქტი და მესამე შემთხვევა როგორც წესი ჩემ წარმოდგენაში არის ყველაზე რთული შემთხვევა, როცა გარტყმაში არ ვარ რომ მე საჭიროება მაქვს რა. და ისევ დაზღვევას მაგალითს მოვიყვან მესამე მხარისადმი პასუხისგებლობა ავტოდაზღვევებში არ აქვს ავტოფლობელების 80%-ს. ანუ არ არის აღქმული ბაზარზე, ასე რომ ვთქვათ, რომ უდიდესი რისკით დავდივართ და ეს რისკი არაფრით არ გვაქვს დაფარული. რა ხა მესამე პირის დაზღვევა არის, მე თუ დავატაკე ვიღაცა სხვას, იმის მანქანასაც რო გააკეთებენ. მანქანას თავი გაანები, კი ბატონო, იქ რაც ზიანსაც მივაყენებ მესამე პირს. ზიანს რომ მიაყენებ, ანაზღაურებ. ხო, იმის ანაზღაურებ. ხო, ესე სამ ნაწილად იყოფა ჩემთვის იდეაში. ძალიან სწორად იყოფა. კარგია, მიხარია. არა, ნახე და როცა ეგრე გაქვს დაყოფილი, შეხედე რამხელა სხვა გეჩნდება მომხმარებლების. იმიტომ ნახე, შევთანხმდით. ტიპი ყიდულობს ერთადერთ შემთხვევაში. პრობლემა მოაგვაროს. ანუ მე ამ რაღაცას არ ვიყიდი, თუ არ ვცდილობ ამ რაღაცით რაღაცა პრობლემა მოვაგვარო. კი ბატონო. შესაბამისად იმისთვის, რომ ყიდვამდე მივიდე, რაღაცა კრიტერიუმები მჭირდება. პრობლემა უნდა მქონდეს, გაცნობიერებული. პრობლემა უნდა მქონდეს, მაგრამ გაცნობიერებული არ უნდა მქონდეს. და ტიპი, რომელიც დამეხმარება, რომ გამაცნობიერებინოს, რომ პრობლემა მაქვს. მიმიყვანს კონდიციაში, სადაც მე შეიძლება დავიწყო ფიქრი, ეს პრობლემა თუ მაქვს, ეხლა რითი გადავჭრა. ნახე, წეგანაც ახსენე რა, თუ ტიპს ესე ჩაშლილად არ ესმის. ხო.
და საიდან ჩანს რომ 99%-ს არ ესმის რა. რეკლამის უმეტესობას რო შეხედავ, კომუნიკაცია იწყება პირდაპირ ესე. შეიძინეთ ესა და ეს პროდუქტი, ამი რაღაცა ჩვენ ვართ ეს, ჩვენ ვართ ის და ასე შემდეგ. ვოთით იწყება ეგრევე კომუნიკაცია. თუ მე შენგან შევიძენ პროდუქტს, ესე იგი პრობლემა გავაცნობიერე. ყველა ალტერნატიული გზა განვიხილე, არც ერთი არ მომეწონა. და ეხლა იმიტომ აქ შენს რეკლამას პოტენციალი რო ჩემზე გაჭრას, რომ შენზე უკეთესი, შენზე ხო არაფერი არ ვიცი, მაგრამ წარმოიდგინე, ტიპზე ვიზეც არაფერი არ ვიცი. შენგან იმ შემთხვევაში ვიყიდი, რომ შენ საუკეთესო აღმოჩნდი ყველა დანარჩენთან. და სინამდვილეში საუკეთესო ვერ აღმოჩნდებოდი. ნახე? მაგალითად რაღაცა პრობლემის რომ მიყვეთ და მსმენელისთვის იყოს ისე რომ რაღაცა დაალაგოს რა, ნახე? მაგალითად გვინდა რომ სახში წყალი გასკდა არა, კაფელი გვაქვს დასაგები რა. პირველი რასაც გავაკეთებთ არის დავფიქრდებით წინა გამოცდილება ხო არ გვაქვს ვიღაცის. ისეთი რომ პირდაპირ იმას დაურეკოთ. და თუ ესეთი ტიპი გაგვახსენდა და პირდაპირ ვურეკავთ იმას, ჩემ შემთხვევაში ესეთი არის. მათე მაგალითად დაურეკავ ეგრევე და ვიცი რომ თვალდახუჭული შემიძლია ვენდო. პირველი ავტორიტეტს ვეძებთ კონკრეტულად. ჩემი გამოცდილებიდან. კი, არა, უყვები. თან წიგს მიუყვები. თუ ჩემთან ვერავინ უნახე. ხო. მაგრამ შენ გენდობი რომ ერკვევი. დაგირეკავ და კითხავ, გივი ვინმე ხო არიცი ამასენა ჩვენ რემონტი გააკეთე და ვინმე ხო. ისევ ავტორიტეტის თემაში ხარ. თუ შენს ვერავინ მირჩიე და აღმოჩნდი წერტილში, სადაც რეკლამამ შეიძლება ჩემზე გაჭრას, ესე იგი ვარ წერტილში, სადაც უფრო სანდო ვერავინ ვერ ვნახე. შესაბამისად ვარ წერტილში, სადაც არავის არ ვენდობი. შესაბამისად მექნება სურვილი რომ თავი დავიზღვიო. და თავს რითი დავიზღვევ? დავიზღვევ იმით რომ იაფად შევეცდები ყიდვას, იმიტომ რომ ეს რო ცუდი აღმოჩნდეს. მინიმალურ ზიანში შედიხარ რა, ყველაზე იაფს რისკავ. იაფიანსნით დავინტერესდები, მანდ თუ ვიყიდე, იაფად ვიყიდე, იმიტომ რომ თუ არ გენდობი შიში მაქვს რომ ეს რო ცუდი აღმოჩნდეს, ხელახლა გასაკეთებელი რო გაიჩითოს, ეს ისეთი იყოს, ესეთი იყოს, იმიტომ რომ უნდობლო პირადი გამოცდილება შენს მიმართ არ მაქვს თუ უცხო ხარ. ბრენდიც არ გაქვს რა ავტორიტეტი რა რაღაც და შესაბამისად შევეცდები რომ იაფად იმიტომ ვიყიდო, არა იმიტომ რომ პრობლემის მოგვარება არ არის ჩემთვის ძვირადღირებული. მე არ მაქვს საკმარისი მიზეზი რომ შენ უფრო მეტად გენდო. ამიტომ როცა პირდაპირ იყიდება კომუნიკაციას აგებს ნებისმიერი კომპანია და იყიდება ნებისმიერი საუბარი ჩვენი კომპანია ჩვენ დავფუძდით ჩვენ სულ ეგ არის მოუწევს რომ ჯერ პატარა ბაზარზე ლაპარაკოს, რომელსაც პრობლემა უკვე გაცნობიერებული აქვს, სხვა ალტერნატივა ვერ ნახა და ასე შემდეგ. მოუწევს იმ აუდიტორიას ელაპარაკოს, ვისაც ნდობა არც მის მიმართ აქვს და არც ხვის მიმართ. ხვის მიმართ რო ჰქონოდა, აქ დროს აღარ დახარჯავდა, სხვაგან წავიდოდა. უკვე დაკარგული იქნებოდა და მოუწევს გაიყოს ეს პატარა ბაზრის წილი, რომელიც ცდილობს იაფად იყიდოს. მაშინ როცა მისი ყველა კონკურენტი ისედაც ამ ბაზრის წილზე ნადირობს. და აქეთ რჩება ზღვა მომხმარებლების, რომელსაც პრობლემა აქვს. ოღონდ არ გაუცნობიერებია. ხო, მან მქონდა ინტერესი. მანდარი, ფული მანდარი. კი, თავსახად. არის მეორე ტიპი, რომ გაცნობიერებული აქვს, მაგრამ ჯერ ისე არ აწუხებს, რომ ეხლა წავიდეს და რაღაცა გზები თეორიული გაცნობიერება აქვს. თეორიული. ისეთი შემაწუხებელი არ არის, ან არ ესმის ეგ პრობლემა, რაც ვირი უჯდება. ტიპი, რომელიც თავის ნიშაში აი ამ დიდ ბაზარს დაინახავს, დიდი ბაზრის ფორმულა ქვია რა. ამ დიდ ბაზარს დაინახავს. მის თელ კომუნიკაციას გადააწყობს არა შეთავაზებაზე, არამედ პრობლემის აღქმაზე. პრობლემის აღქმაზე, გაცნობიერებაზე. იმიტომ ხა კაი რაღაცა თქვი, რომ ერთ-ერთი ასევე არის ის, რომ შენი მომხმარებელი ვერ იქნება ის, ვისაც საკმარისად არ ტკივა. ანუ ხა შენ რასაც მე მეუნები არის ის, რომ შეიძლება მას არა აქვს გაცნობიერებული, რომ არ ტკივა, თუმცა რეალურად ტკივა და შენ თუ დაეხმარები იმ ადამიანს, რომ გააცნობიეროს, რომ ეს რეალურად ტკივა, იმიტომ რომ ეს რო არ კონდეს, შენი ცხოვრება ასეთი იქნებოდა, ეგ უკვე გადადის იმ პასიური მომხმარებლიდან აქტიურ მომხმარებელში, რომელსაც აუ, ესე იგი მე თურმე ეს მჭირდება? ზუსტად და ნახე როცა ამ დიდ ბაზარს ელაპარაკები არა იყიდება უკვე გავიარეთ ეგ სცენარი რომ იყიდება და შეიძინეთ ჩვენი პაკეტი და ჩვენი სადაზღვე და ჩვენი კაროჩი ნებისმიერ სფეროში თან კომუნიკაცია როცა ამ დიდ ბაზარს ელაპარაკები მათი მდგომარეობა რომ არ არიან გაცნობიერებულები არ არიან ნდობით გამსჭვალულები და შემდეგ
არ ნახობს როგორი უნდა იყოს მათთან კომუნიკაცია. შესაბამისად, შენ თუ ჩემი პოტენციური მომხმარებელი ხარ, არც გაცნობიერებული გაქვს, არც გაწუხებს, არც გადაჭრის გზებზე ფიქრობ და მე დავდექი და გიყვები რომ იცი რა მე ვარ ესა და ეს ადამიანი და ჩვენ ბაზარზე ვაკეთებთ ამას და ამას და ჩვენ ვართ 1900 რაღაცა წლიდან და შემდეგ მე მგონია რომ შენ გაინტერესებს და შენ საერთოდ ფეხებზე კიდია. იმიტომ რომ ვერ ხვდები ეს რაღაცა მას რას აძლევს. მოკლედ არაკვალიფიციური ლიცველ ლაპარაკების სიტუაცია. არაკვალიფიციურად ელაპარაკები. პლუს ხო. საკმარისი ეს გააცნობიერო და შენ ხვდები რომ ადამიანი ყიდულობს იმ შემთხვევაში თუ პრობლემა შემაწუხებელია, პრობლემა რომ შემაწუხებელი იყოს, ჯერ უნდა გააცნობიეროს, რომ გააცნობიეროს ჯერ უნდა ჰქონდეს. ესე იგი, ჩემი კომუნიკაცია უნდა დაეთმოს ერთადერთ რაღაცას. დაეხმაროს, გააცნობიეროს სიმპტომებიდან გამომდინარე მაგალითად. როგორც კი მე დავიწყებ შენს ტკივილებზე ლაპარაკს, შენს სიმპტომებზე, შენს ყოველდღიურ გამოწვევებზე, იმ სფეროში, რას სფეროსაც მე ვემსახურებ მაგალითად. როგორც კი შენს საჭიროებებზე, მტკივნეულ წერტილებზე დავიწყებ ლაპარაკს, შენთვის ჩემი საუბარი საინტერესო ხდება, იმიტომ რომ უი ბიჭო, ჩემზე ლაპარაკობს. და რამაგრად ესმის, რომ ჩემზე ლაპარაკობს. აი ამ ერთ რამეს ვნანობ. და რომ შემეძლოს დროის უკან დაბრუნება, აუცილებლად სხვანაირად მოვიქცეოდი. იმიტომ რომ ეს ჩვევა დღეს უკვე მილიონერს გამხდიდა. ვნანობ იმას, რომ კარიერის დასაწყისშივე არ გამოვიმუშავე დანაზოგის კეთების და ამ დანაზოგის ინვესტირების ჩვევა. შემოსავლის დასთან ერთად პროპორციულად ვძდიდი ხარჯებს, იმიტომ რომ მეგონა, რომ დოლათის წყარო არის შემოსავლის ზდა, არა და სიმართლე სულ სხვანაირი არის. სიმდიდრის წყარო არის აქტივების ფლობა, რომელიც მაშინაც კი აგენერირებს ფულს, როდესაც შენ გძინავს. ერთ-ერთი ასეთი აქტივი კი არის საფონდო ბირჟაზე წამყვანი კომპანიების აქციები. საფონდო ბირჟაზე ინვესტირება კი ასეთი ადვილი არასოდეს არ ყოფილა. ვიდეოს აღწერაში მოცემულ მულზე გადადი ჩვენი თანამოაზრის საქართველოს ბანკის მობილ ბანკში, გახსენი საინვესტიციო ანგარიში, შეიყვანე პრომოკოდი BB5 და დაიწყე ინვესტირება დღესვე. მინიმუმ $5 ინვესტირებას თუ გააკეთებ, საქართველოს ბანკი საჩუქრად დამატებით $5 დაგიმატებს საინვესტიციო ანგარიშზე. და ეგ $5 ყოველდღე რომ დააბანდო S&P 500 ინდექსში 20 წლის მერე $100,000 გექნება. არჩევანი შენზე არის. დეტალები ვიდეოს აღწერაში. ეხლა სიმპტომებზე გამშეგეთი კითხვა და უნდა ჩაგიკითხო. შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც სიმპტომი აწუხებს, მაგრამ ვერ ხვდება ეს ადამიანი, რომ ეს სიმპტომი არის რაღაცა კონკრეტული პრობლემის გამო და შეიძლება უბრალოდ გონია, რომ ეს ესეა, ანუ მაგალითს რომ მოვიყვანო რა, მაგალითისთვის. ჩემი თავი რო ავიღოთ რა. გადაღლილი ხარ? დროში ვერ ასწრებ საქმეების კეთებას, არა და თითქოს და მთელი დღე მუშაობ და ეს არის თითქოს სიმპტომი რა, რომ ჩამოვაყალიბო რა, რაღაცა რეალურად მთელი დღე მუშაობ, მაგრამ მაინც ყველაფერი რა დაუსრულებელი გაქვს რა. და ამ დროს ვიღაცა რომ მოვიდეს და მითხრას, რომ ეგ სიმპტომი არის რეალურად იმის წყარო პრობლემა მაგისი არის ის, რომ შენ ბევრ რამეს აკეთებ ერთდროულად, ფოკუს არ აკეთებ ერთ რაღაცაზე და აქეთ-იქიდან ხტომიალის გამო არის, რომ რაღაც ვერაფერს ვერ ასრულებ. დაახლოებით 2 კურდღელის მადევარი ვერც დაიჭერს და ვერც მეორესო. ანუ მაგას გულისხმობ, რომ გააცნობიერებინოს სიმპტომებით, რომ რეალურად პრობლემა აქვს, იმიტომ რომ მე თუ სიმპტომი მაქვს, რატო არ უნდა მეგონოს, რომ პრობლემა მაქვს. თუ სიმპტომი მაწუხებს. ნახე, მე შეიძლება სიმპტომი მაწუხებს, ერთია რომ შეიძლება არ მაწუხებს და მგონია რომ ეს ნორმალურია და ასე შემდეგ. ხო, ეგ ვიგული. და საქმე გვაქვს იმასთან, რომ ჯერა რაღაცის რაც არასწორია. მე თუ მგონია რომ 35 წლის ასაკში ნორმალურია მე-10 საფულის დრო სართულზე ფეხით ასვლისას დააღლა და ეგ ნორმალურია. ხო. მაშინ პრობლემა მაქვს რეალურად, მაგრამ არ მაქვს გაცნობიერება. ეგ ვიგული. ხო. მაგრამ ვიღაცა ექიმი, რომელიც დაჯდება და იტყვის, რომ ჩვენ გთავაზობთ არ ვიცი, რა ქვია რა შეიძლება იყოს რაღაცას. და მე ვერ ხვდები ეს რაღაცა მჭირდება თუ არა, მაგრამ ექიმი რომელიც დაჯდება და დეტალურად აღწერს სიმპტომებს, რომელსაც ვიტყვი, რომ ბიჭო, მე მგონი ჩემზე ლაპარაკობს ეს ტიპი. ანუ შენ თუ მადიხარ მე სართულზე 35 წლის ხარ და გაქვს უთქვის და თან გონია რომ ეგ ნორმალურია. გონია რომ ეგ ნორმალურია, რეალურად შენ ესა და ეს შეიძლება გაწუხებდეს, ან ეს ეს რო დავადგინოთ ამისთვის რაღაცა საჭირო. ხო, მიზეში ეს იყოს ეს. ნახე, ბოლო ჯამში მივდივართ იქამდე, რომ კომპანიების ყველაზე დიდი ჩავარდნა რაშიც არის, ტიპები აკეთებენ შეთავაზებას, მანამ სანამ ამ შეთავაზებას რაიმე ფას შეიძლება ქონდეს მეორე მხარისთვის. ნახე, შენ თუ მე მაგალითად ამ რაღაცას მთავაზობ რა, რაღაცა თამბაქო რო არ გამოიჩინოთ. ამას თუ მთავაზობ, ჯამთელი თამბაქო. ჯამთელი თამბაქო.
თუ ამას მთავაზობ, ამ რაღაცას ღირებულება ექნება ერთადერთ შემთხვევაში. თუ მე ვხედავ კავშირს ჩემს კონკრეტულ პრობლემებს რანაირად აგვარებს. ღირებულებას წარმოქმნის ჩემს ცხოვრებაში არსებული გადაუჭრელი პრობლემა, რომელიც ან მაზიანებს, ან ჩემს მიზანს მაშორებს, ან ძვირი მიჯდება, ან დროს მაკარგინებს, ან ფულს მაკარგინებს, ან ჯანმრთელობას მაკარგინებს. თუ ხედავ, რომ ესეთი პრობლემა მაქვს და შენი შეთავაზება შესაძლებლობაა, რომ მე ამ პრობლემის გარეშე გავაგრძელო ცხოვრება და გადავიდე უფრო უკეთეს მდგომარეობაში. მაშინ შენს შეთავაზებას აქვს ჩემთვის ღირებულება. ღირებულება რო გქონდეს, ესე იგი ჯერ ვიღაცამ უნდა გამაცნობიეროს, პრეზენტაცია მჭირდება. ნახე, პრეზენტაციას რო ვახსენებთ, უმეტესობას გონია, რომ პრეზენტაცია არის რაღაცა, რაც ჩემი ან PowerPoint-ის რაღაცა, ან ჩემი კომპანიის შესახებ საუბარია და ამავდროულად. პრეზენტაცია არის წინასწარ დაგეგმილი მთელი პროცესი, რომელიც ემსახურება ერთადერთ რაღაცას. დაგანახოს სიმპტომები, თუ ეს სიმპტომები გაგაკეთებინოს თვითდიაგნოზირება, ან დაგეხმაროს დიაგნოზის დასმაში, რომ თუ ესია, ესე იგი ეს ჭირს. დაგანახოს ყველა შესაძლო გამოსავალი, რომელიც შეიძლება მიიღო ამ პრობლემიდან გამოსასვლელად. დაგანახოს შედეგები, თუ ამ პრობლემას არ გადაჭრი, რა მოხდება. და ნახე, ამას რო ვლაპარაკობ, საერთოდ არ ვახსენებ ჩემს პროდუქტს. მომხმარებელზე ვლაპარაკობ თავიდან ბოლომდე. და როცა ესე ატარებ პრეზენტაციას, ხო ჩართულია, იმიტომ რომ მის ცხოვრებაზე ლაპარაკობ. და დაანახო, თუ არ გადაჭრის რა მოხდება, თუ გადაჭრის ამ გზით, რა შემთხვევაში რა მოხდება და როცა შეთავაზებას გააკეთებ, ტიპს მანამ უნდოდეს გამოსავლის პოვნა, სანამ ზოგადად შეთავაზებას გააკეთებ. და როცა შეთავაზებას გააკეთებ, შენი შეთავაზება აღმოჩნდება შესაძლებლობა, რომ აი ამ არასასურველი მდგომარეობიდან გადაინაცვლოს სასურველ მდგომარეობაში. ანუ ფაქტიურად შეთავაზებამდე არის უკვე გაყიდული. ანუ ფაქტიურად შენ ამზადებ ადამიანს უკვე რომ აი ესე რომ მარტივი მეტაფორა რო გამოვიყოთ რა. მე როცა მივდივარ საშოპინგოთ, ანუ საყიდელებზე რომ მივდივარ, მე უკვე ფაქტიურად ვზად ვარ იმისთვის, რომ ტანსაცმელი ვათვალიერო და ყველაზე მეტად რომელიც მომეწონება ის ვიყიდო. ანუ მე ვარ უკვე ის მომხმარებელი, რომელიც გამზადებული ვარ იმისთვის, რომ ფული დავხარჯო რაღაცა შენ პროდუქტში და მაგ დროს შენ თუ ხვდები შენი კარგი შეთავაზებით, ალბათობა იმისა, რომ მე ეს ვიყიდო არის დიდი, ვიდრე ის რომ ეს საერთოდ არ ვფიქრობდი იმას, რომ ეხლა მე ტანსაცმელი მჭირდება და ამ დროს მიყვიროდე რომ აჰა შენ ჩემი მაისური 40 ლარად. ანუ იგი გულისხმე ეხლა მაგაში? თუ ცოტა გავართულე. არა, მე მგონი მე გამექცა აზრი, სანამ სამოვიღეთ ჩავდა თავიდან. ანუ შენ ეხლა შენი პრეზენტაციის სტრუქტურა როგორც დაალაგე ის რომ შენ ჯერ პრობლემების, სიმპტომების მეშვეობით პრობლემის იდენტიფიცირებას ახდენ. მერე შესაძლო გამოსავლებს ეუნები და მერე უკვე ამ დროს მომხმარებელი ფაქტიურად მოწყურდა უკვე მას, იმიტომ რომ დაიდენტიფიცირება თავის თავი, აღმოაჩნდა მე თურმე პრობლემა მაქვს, ეს გამოსავლები არსებობს და მე უკვე მზად ვარ მომწყურდა, ასე ვთქვათ, გამოსავლის ყიდვა. და მერე აძლევ ოფერზე ის უკვე ჩანს შესაძლებლობად რომ აი გამოსავალ. დაახლოებით იგივე რომ შოპინგ მოლში ხარ, რავი, ადამიანები რომ მიდიან ტანსაცმლების საკითხად და იქ რომ გამოფენილი არის მაღაზიები, ფაქტურად მწყურვალე მომხმარებლებს ელაპარაკებიან, ხო ის მაღაზიები, იმიტომ რომ ისე შოპინგ მოლში ვინ წავა, ხო თუ არ უნდა რაღაც. მაგრამ ნახე, შოპინგ მოლში წეგანასაც კივისთან განვიხილავთ. შოპინგ მოლში მოსული ტიპი უკვე აჩვენებს რომ გადაცნობიერა კიდეც ესეც ქნა, ისეც ქნა და იქ უკვე ნახე, იქეთ გემატავება რა, კონკურენციაში გაყენებს ფასით და რაღაც სისულელებით. და ამ მეორე სტრატეგიით, როცა პრეზენტაცია ემსახურება მომხმარებლის თავიდან ბოლომდე გაცნობიერებას და ოფერამდე მიყვანას, ტიპები ყიდულობენ მაშინ, როცა იმ დღისით საერთოდ გეგმაში არ ქონდათ. ჩემი პროდუქტების 99%. ყველაზე მეც ვყიდით, ბოლო 3 წელია, მე-4 წელია. ყველაზე მეც ვყიდით, რომ გულისხმობ არა იმას, რომ მეორე ვინც გაყიდა იმაზე მეტი გავყიდეთ და დანარჩენი. ყველა ერთ ჯამში რასაც ყიდის, მარტო ჩვენ ვყიდით იმაზე მეც. საიდან გაქვს იქ? საიდან გაქვს რო თავი გავანებოთ? მაინტერესებს საიდან იცება, ხო? და მაგას გაჩვენს მე კარტში არა, მე პლუს კიდე მაინტერესებს რაზე ვლაპარაკობ. მაგალითად სასწავლო პროგრამაზე. კიდე არის რამე თუ ეგ არის ერთი პროდუქტი. ეხლა ამ წუთას ეს ერთი პროდუქტია, ხო? სასწავლო ლაპარაკობ ყიდით XY. ეს 3-4 წელია მხოლოდ ბიზნეს კონსულტაციაზე ვარ, სასწავლო პროგრამებს ვყიდ. და ეს ყველაფერი იყიდება ბოდიში უნდა ჩაკითხო, იმიტომ რომ ისე მაქვს. ეგ ყველაფერი იყიდება არა პირდაპირი კონტაქტის მეშვეობით.
ძირითადად. ანუ და იყიდება ისე რომ იმ დღისით ადამიანს შეიძლება საერთოდ არ ჰქონდა ნაფიქრი რომ ეს რაღაც უნდა ეყიდა. იმიტომ რომ თუ დაუწყებ ტიპს ლაპარაკს რომ უნდა იყიდოს იმიტომ რომ რა უკვე ეგ ის ტიპია სადაც მაგდენი რო ცოდნო და ისედაც იმასთან მივიდოდა ვისაც ენდობა და თუ მაგდენი არის ის მე ვიქნები ის ადამიანი რომელიც ამ პროცესში გააცნობიერებს ყველაფერს დაანახებს სხვა ალტერნატივების ფასს დაანახებს არ მოგვარების ფასს დაანახებს და როცა ოფერს დაანახებს ხედავს შესაძლებლობას. წარმოიდგინე რომ სამოგზაუროდ ხარ წასული უცხო ქვეყნის ლამას ქუჩებში მისეირნებ თან Google Maps-ი გაქვს ჩართული იმიტომ რომ რაღაცა კაფემდე გინდა მიხვიდე და ამ დროს გაგითავდა ინტერნეტის გიგაბაიტები. დაიწყე სირბილი ხან ერთ კაფეში შევარდი Wi-Fi სათხოვნელად, ხან მეორეში და ბოლოს სანამ ბალანსის შევსება მოახერხე, კი გავიდა кайხარი. ზუსტად ამიტომაც გადმოწერე Roamingo, სამოგზაურო აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც კავშირზე იქნები, სადაც არ უნდა იყო იქ და თან გამოიყენე მათი უნიკალური ფუნქცია Always On, რომელიც საშუალებას გაძლევს გიგაბაიტების ამოწურვის შემდეგაც კი დარჩე კავშირზე გამოიყენო Google Maps-ი და თუნდაც WhatsApp-ი და წყნარად და მშვიდად შეავსო ბალანსი. ვიდეო სახსიერაში მოცემული ბმულით გადმოწერე აპლიკაცია და იყავი კავშირზე, სადაც არ უნდა იყო იქ. ანუ ეხლა ისევ ის რო გავათქვამო, შენ კურს შესაბამისად და ბიზნეს კონსულტაციას, როდესაც ყიდი იმ დროს, როცა მომხმარებელი შეიძლება საერთოდ არ ფიქრობდა მაგის ყიდვას, მან რა კონკურენტულ უპირატესობას იღებ, რა გავიგე და აბა სწორედ გავიგე თუ არა. მე თუ გადავწყვიტე რომ მე მჭირდება პირობითად ვიძახი გაყიდვების კურსი, მე ან მივდივარ უკვე იმ მომწოდებელთან, რომელთანაც დობი თუ არა გამსჭვალული და ვიცი რომ კარგია, ან ვიწყებ ერთგვარ შოპინგს, ანუ ვეძებ. ანეძებ. და ყველა ვარიანტში ვნახულობ 3, 4, 5, 6 მომწოდებელს, ხვებს ვეკითხები, აბა თქვენ რომელია კარგი და აპრიორი უკვე კონკურენციაში ვაყენებ და შენ გეუბნები რომ მიდი აბა ეხა ამათ აჯობე. და შენ მოგიწევს რომ რაღაცით ამათ აჯობო და როგორც წესი, ყველაზე მოკლე გზა, რასაც ბიზნესები ხმარობენ არის რომ ამ ფასით ჯობნიან, ან ბრენდი აქვს უბრალოდ და წინადობა არის ჩამოყალიბებული. საფუძვლებში ბოდიში მე ჩავეჭერი გიორგისთან კითხვას, მაგრამ მაქამდე მინდოდა მისვლა მეც რა, ანუ რეალურად ყველაფერი ჩემ ტვინწყობაში დადის კეთილგანწყობა დობის მოპოვებაზე რა. მეტი არაფერი არ ხდება, საერთოდ არაფერი რა. და თუნდაც ბჭდან არაფერს არ მომბო. თუნდაც ეგანო თქვი რომ თუ ეს მინდა ვისაც ვენდობი იმასთან მივდივარო. ნდობა არის რაღაცის შედეგი ხო? პროსტა ვენდობი ხო არ არის? რაღაცა უნდა განაპირობოს. აი რაები არის, რაც დობას ამუშავებს. პირადი გამოცდილება, მაგალითად ჭიქის ყიდვა მინდა და წინაზე რომ მომყიდე ჭიქა. კაი იყო ეგ ჭიქა. მომეწონა, ამიტომ ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, კიდე მოვალ შემდეგ ჯერს. კიდე რა შვება ნდობას. მაგრამ არის კიდე ერთი გზა, როგორ ავაშენო შენთან ნდობა ისე, რომ ჯერ ჩემგან არ გქონდეს ნაყიდი. აბა. წერან რო თქვით, რომ სოციალურ ქსელში თუნდაც დროს რო ხარჯავს ადამიანი შენთან უკვე ყიდვა გაყიდვა. წარმოიდგინე 10 მომწოდებელი ჭიქის 10 ეძახის იყიდე და ერთი ტიპი დგას უბრალოდ, საერთოდ არ გეუბნება რომ რამე იყიდო, უბრალოდ გეუბნება რომ თუ ჭიქის ყიდვას აპირებ, ან დააპირებ. იცოდე რა ნიშნებს მიაქციო ყურადღება, რომ ეს არ მოხდეს, დიდხანს გეყოს, ყავა არ გაგიცილდეს. ექსპერტობას ჩალიჩობ, რომ მე მენდო. და უკვე მენდობ. 9 რო იძახის იყიდე, მე უკვე გეხმარები. ანუ აქეთ აკეთებ შენ თავს ავტორიტეტად, იმიტომ რომ შენ გამოცდილებას უკვე გეხმარები. ხო, შენ გამოცდილებას უკვე ეხმარებ, ანუ უკვე ამ ტრანზაქციას რო აკეთებ, მე შენ ტვინში, ოკეი, გავიგე, გიორგი მე დამეხმარე. ამე ხო. ხდები, როცა შენ ჭიქის ყიდვას დააპირებ, პირველი გაგახსენდება ადამიანი, ვინც ისედაც გეხმარება და რა იმითი საარჩევნო შეპირებასავთ, რომ ჩვენ პროდუქტს თუ იყიდით, მე იცი რა იქნება. არა, თუ გინდა ნუ იყიდი. არ გითხოვია დახმარება ჩემგან, ჩემი ნებით გეხმარები, გაგაცნობიერო, არის ზარალო, ფული არის ზარალო, დრო არის ზარალო და ასე შემდეგ. და უკვე ჩემს მიმართ ნდობა გაქვს. კიდე რა შეიძლება რომ დროა გამშვალოს, მაგალითად მე კითხვა მქონდა და ბარემოდი მაგ ფორმულირები დავსვავ რა. მე ვარ ახალი ბიზნესი, ჯერ არ მყოლია მომხმარებლები და შესაბამისად სხვა მომხმარებლების პოზიტიური შეფასებები არ მაქვს. შენ როგორ გადათბოდი შვიხდი, შენ როგორ გადათარგმნე ეგ ტესტიმონიალი რა ეგ მერკეტი ახლა რაც აღწერე. საზოგადოებრივი დასტური, მისაღები. სოციალური დასტური, ხო, სოციალური დასტური და სოციალური დასტურზე გამახსენდა 10 მილიონია გაყიდული ეს წიგნი, ეგეც თქვენ სოციალური დასტური. სოციალური მტკიცებულება. სოციალური მტკიცებულება, ხო, სოციალური მტკიცებულება.
ანუ ერთ-ერთი ეგ არის, ხო, ალბათ ნდობის, იმიტომ რომ მაგალითად რავი, ჩემზე მოქმედებს, მაგალითად მაინტერესებს რა ჯამში ახლა რავი, წიგნი 8 მილიონი გაიყიდა ავტომატურად, ვაუ, 10 მილიონმა კაცმა იყიდა წიგნი 10 მილიონი, ბევრია. ეგეც შენი რაღაცა ნდობა აიწია ამ ავტორის ჩემ ტვინში და ეგ რახან ერთ-ერთი ნდობის ბერკეტი არის. როგორ შეიძლება რომ ეგ დამწყებმა წამოწიოს, იმიტომ ეს გავიგე, რაღაცა დაეხმარო და შენი ავტორიტეტი გააცნო და სარგებელი იმიტომ რომ გავიგე და ეხა სხვების ნდობა მოდელი შევხედოთ, ანუ რეალურად როცა ვამბობთ სოციალურ მტკიცებულებას, აი როგორ მოვიპოვო და შემდეგ. ჯერ ვაფშე რატომ მუშაობს, მაგ სიღრმემდე თუ ჩავალთ, უკვე გასაგები იქნება, თურმე რატოა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს კომუნიკაციაში ჩანდეს. ისევ ექიმის მაგალითი რომ მოვიყვანოთ რა, ორი ექიმია, ერთი ბაზრობს იმაზე, რომ აქ ისწავლა, იქ ისწავლა, ეს დიპლომი აქ ამდენი წელია, ამიტავრი. მეორეს ყავს უბრალოდ გამოფენილი 100 ბედნიერი პაციენტი. და ამ ექიმზე ლაპარაკობენ მხოლოდ და მხოლოდ მისი პაციენტები. თუ არჩევანს ვაკეთებ, ვისთან დავიჭიროს საქმე, ვისაც 100 დიპლომი აქვს, თუ 100 გადარჩენილი პაციენტი ყავს ჩემნაირი, რომელსაც ის პრობლემა ჰქონდა ადრე, რომელიც ახლა მე მაქვს და რომლებიც უკვე იქ არიან, სადაც მე მინდა რომ გადავინაცვლო მკურნალობის შემდეგ, არჩევანს გავაკეთებ იმაზე, ვისაც ჩემნაირი ბედნიერი. ნახე, ეს ხალხის სინამდვილეში კი არაა დასტური. ამ ხალხის რაოდენობა ადასტურებს ფაქტს, რომ ამ ექიმს აქვს გამოცდილება, რომ ჩემნაირ ტიპებს, რომლებიც ახლა არასასურველ მდგომარეობაში არიან, ჩაავლოს ხელი და გადაიყვანოს სასურველ მდგომარეობაში. ტიპები ამბობენ, რომ ამ ნაპირზე რო ვიყავი, აი კაცმა მომკიდა ხელი და თავისი ნავით გადამიყვანა აქეთ. მეორე დგას და ამბობს, ჩვენ იცი რა მაგარი ნავი ყავს, მაო ესეთი. ეს მეუბნება, რომ ბიჭო, მე რო ვიყავი მანდ, ამ კაცმა გადამიყვანა ისე, რომ არც დავსველებულ ვარ, არც გავცივებულ ვარ, არც ჩაიმომკლებია, არაფერი. როცა გესმის, რომ მე თუ პირადი გამოცდილება არ მაქვს რაღაცა პროდუქტის ყიდვის ან პრობლემის გადაჭრის, მაშინ ქცევით მაგალითს ავიღებ ჩემნაირი ტიპებისგან. ან ჩემნაირისგან, ან ჩემთვის ავტორიტეტულისგან. ანუ ნახე, ვისაც ენდობის. გავიგე, სხვების სოციალური მტკიცებული მაგას გულისხმობ, ხო? შენი ნათქვამი რომ ეს წიგნი კაია, იმ შემთხვევაში იქნება ჩემ წარმოადგენს ჩემთვის სოციალურ მტკიცებულებას, თუ შენ ან ჩემნაირი ხარ. ხო. ან ქონდა ჩემნაირი პრობლემა, ან მსგავსები ვართ. ან ვენდობი შენს პროფესიონალიზმს და დარწმუნებული ვარ, რომ შენ ცუც არ მირჩევდი, იმიტომ რომ არაზრუს ჩემთვის ცუდი არ გირჩევია და არანაირად დიმიტავ რა. ზოგადად მე ხა მე ამ რასაც გიორგი კითხვა რა მქონდა რა, თუ მაინტერესებს ეს როგორც დამწყები რა. ანუ გავიგე, მე მაქვს ხო არ მაქვს, ანუ მე ის ექიმი დიპლომი მაქვს, მაგრამ ის ექიმი არ ვარ, რომელსაც ჯერ 100 პაციენტი არ გამიტარებია რა. მოკლედ არ მყოლია ჯერ პაციენტი. ახალი დამწყები ვარ. მან გეროს ავშვები რა უნდა ვქნა მე იქ როგორ დავიწყო მოგროვება ამ სოციალური მტკიცებულების როგორც ბერკეტად რა იმიტომ რომ მოსმენილი მაგას ერთ-ერთი შევა და შენი პირველი არის რომ უნდა ნახე უნდა გააცნობიეროს ტიპმა რა წონა და რა ფასი აქვს სოციალურ მტკიცებულებას მიხვდება რომ აი სოციალურ მტკიცებულებამ შეიძლება ვაფშე დააკიდებინოს ყველანაირი მარკეტინგული კომუნიკაცია და საერთოდ არაფერი არ დაჭირდეს თუ აქეთ ამაზე მიზანმიმართულად იზრუნებს. ანუ ვერ უნდა დააფასოს ისე როგორც საჭიროა რა უნდა მიხვდეს რომ ეს ჭირდება. შესაბამისად როცა ეს გესმის ხვდები რომ ეს უგჭირდება მზად უნდა იყოს რომ ამაში ინვესტიცია შენ ჩადო თუ საჭიროა. ოკეი და როგორ? მაგალითად თუ ხსნი ახალ რესტორანს. არ მინდა რომ ძალიან დაბალ ფასად გავყიდო. იმიტომ რომ ძალიან კაი პროდუქტი მაქვს. უგემრიელესია ესეთია, მაგრამ იმის გამო რომ წინიდან ფასი მაღალი მაქვს, ადამიანებს შიში აქვს და ეგრევე არ რისკავენ, არ შემოდიან ჩემთან 25 ლარიანი ჩებურეკის საჭმელად. ან პირიქით შემოდიან, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცები შემოდიან. ხო, ეგეც არის. მე მირჩევნია დავპატიჟო რამდენიმე ადამიანი, მე ჩავდო ამაში ინვესტიცია, რო ჩაკბეჭსო პირველ ლუკმას რო გასინჯავს. დაგეგმილი მქონდეს რომ ამას იმიტომ ვაკეთებ რომ აზრი კითხო. ხო. მოვიდე და კითხო. ნახე, ვისაც სოციალური მტკიცებულებები არ აქვს, არა, იმიტომ რომ ცუდი პროდუქტი აქვს. იმიტომ რომ ამაზე მიზანმიმართულად არ ზრუნავს, რომ დააგროვოს. შენ რომ პირადში გამიზიარო რომ გიო ისი რა შენი ეს პროდუქტი ძალიან კაი იყო. პირველ რასაც გავაკეთებ, ხო რა დავხდება რა. გადავიღებ. იმიტომ რომ მე ეგ ისედაც ვიცი. მაგრამ მე მინდა რომ შენი ეგ შთაბეჭდილება ჩემს კომუნიკაციაში წინ გადმოვიტანო რომ ადამიანები ვინც ეხლა არიან გადაწყვეტილების მიღების წინაშე მათთვის იყოს ქცევითი მაგალითი რომ ნახე ლევანმა რა თქვა და
შენ როგორც კი ამას დააგემოვნებ და ამას მე ვაჩვენებ მშიერ ხალხს, უკვე გასაგებია ეს ხალხი საიდან აიღებს ქცევით მაგალითს. შენ გამოიყენე მაგალითად ეგ მეთოდი, როდესაც პირველად კურსების ამბავში შეხვედი, ანუ თქვა რამოდენიმე პირველ 10, 15, 20 მომხმარებელს დაპატიჟე, თქვა ამ კურსებში თუ ახალი პროდუქტის დალანჩვის დროს მაგას ვაკეთებ. ვაკეთებ. კი. ერთი, იმიტომ რომ მართლა მაინტერესებს რას ფიქრობენ. შესაბამისად მე რო ახალ პროდუქტს გამოვუშვებ, თუ მე შენი აზრი მაინტერესებს, პირველი იქნები, ვისაც გავასინჯებ, იმიტომ რომ სანამ რესტორანს გავხსნი და გავყიდი ჩემს ხაჭაპურს, ხომ უნდა გავასინჯო შინაურებს, ვთქვი, რამე მარილი ხო არა გზედმეტი, ეს ხო არა ხომ უნდა გავიგო. და თუ აღმოჩნდა რომ კაია და მე თუ მიზიარებ, ამას აღვბეჭდავ და სხვასაც ვაჩვენებ და ისე რომ ჯერ არც დამიწყია უკვე მაგ სოციალურ მტკიცებულებას. გავი. ხო, ამ სოციალურ მტკიცებულებას ზოგადად მე რაც რადასკვნაც გამოვიტანე, ერთ-ერთი ყველაზე ერთის ხრივ ძლიერი, მეორეხრივ ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელია, რომ შეცდომაში არ შეგიყვანოს, იმიტომ რომ თანამედროვე სამყაროში სოციალური მტკიცებულებების აკრეფა საკმაოდ ადვილი გახდა რა. ნუ არაკეთილ სინდისიერი კი, არა, მე ამას ვამბობ, ეგ თვითონ კიალდინიც მაგას გვირჩევს და გასათვალისწინებელი ამბავია ჩემი აზრით რა. იმიტომ რომ არასწორი რევიუების დევნა ხშირად უფრო მეც გიტყვი, შეიძლება გულწრფელი რევიუები იყოს. ხო. და იყოს არასწორი ფორმით აღებული და არასწორ ფორმაში ნახე, არასწორ ფორმაში გულისხმობ იმას, რომ სოციალური მტკიცებულება იყოს ძალიან ხარისხიანი. მაგალითად, მე რო შენ გაჩვენო ჩემი ბედნიერი მომხმარებლის უკუკავშირი, რომელიც არის ესეთი ხარისხიანი კამერებით გადაღებული და ესეთ ხარისხიან მიკროფონთან და რო ეთყობა, რომ წინასწარ არის დადგმული. მორჩა ნამდვილსაც რომ ეუბნებოდეს იმის გამო რომ ფორმა როგორც იყო მიწოდებული ძალიან ხარისხიანი იყო ეთყობოდა რომ ვიღაცამ იზრუნა ამაზე უკვე იკლებს სანდოობაში საკმარისია ნარეპეტიციები რეკომენდაციებს ეძახის ეს ნარეპეტიციები რეკომენდაციები იმენა არ მუშაობს რა მე მაგ როგორი ტიპების სოციალური მტკიცებულებები ვიცი ხალხის გარეშე რომ არავის არ გვინახავს და ამ ხალხის სოციალური მტკიცებულებები მაგ აბანოდან გამოსული პირსახოცი თავზე მოხვეული აქ შემოხვეული და ამბობს რომ ხო არ გადავს გოგეშვილის კურსია პროგრამა რაც დააგემოვნა საინტერესო ვიზუალი დახატე ხო ფიქრობ მაგის მე მაგას ჩაუჯდეთ ვიპოვოთ თუ ამოჭრი გეტყვინა მე რეგვითხარ ჩაწერის მე კაი ეხლა მეგეთი კითხვა გამიშთა რა პრეზენტაციას ახსენე შეთავაზებს თელი ეს ამბავი აკეთე და ეგეთი კითხვა კაი ქონია თუ არა გამოცდილება ან გინახავს თუ არა ან შენ დაგიტრანსფორმირებია თუ არა ისეთი პროდუქტი რომელიც თავისთავად იყო კარგი არაფერი პროდუქტის პრობლემა არ ქონდა მაგრამ არ იყიდებოდა იმიტომ რომ არასწორის ტაქტიკით ან სტრატეგიით ცდილობდა მიმწოდებელი მაგის გამო მაგრამ პროდუქტი იყო თვითონ კარგი აი არაფერი შეცვლა არ დაჭირდა პროდუქტს პრეზენტაცია შეიცვალა მარტო ბევრს დღემდე მაგას ვაკეთებთ რეალურად თუ პროდუქტი არ იყიდება თუ პროდუქტი ცუდია კაი მოვთან მიხო. როგორ უნდა გავიგო რა? პროდუქტი ცუდი არ არის, ცუდი და მე თუ ცუდი არ არის, უნდა როგორ უნდა მივხვდე რომ ეს პროდუქტი არ ვარგა. ხო. ძირითადად ტიპებს გონიათ რომ თუ არ იყიდება, ესე იგი არ ვარგა. და სინამდვილეში ყიდვამდე მე შენი პროდუქტი არც გამომიცდია. ყიდვამდე ერთადერთი რასაც ვხედავ არის პრეზენტაციას და მის შეთავაზებას. შესაბამისად, ყიდვამდე კის ან არას ტიპები ამბობენ არა პროდუქტზე, მის პრეზენტაციაზე ან შეთავაზებაზე. თუ პროდუქტი ცუდია, ამის ინდიკატორები სხვა არის. არ გაყიდვა არ არის ცუდი პროდუქტის ინდიკატორი. ცუდი პროდუქტის ინდიკატორია რეკომენდაციის არ გაწევა, განმეორებით არ ყიდვა, დაბრუნების მოთხოვნა. ეს ინდიკატორია, რომ პროდუქტშია პრობლემა. მაგრამ თუ ყიდვამდე არ მიდის საქმე, ესე იგი პრეზენტაციაშია პრობლემა. და ამის უამრავი მაგალითია. საინტერესოა. პირველად შევხედე ხე ესე კი ვიცოდი, რომ დაბრუნებები ინდიკატორი არის უკმაყოფილო მომხმარებლის, მაგრამ არ გაყიდვა თავდაპირველი ვერ იქნება უკმაყოფილო მომხმარებლის ინდიკატორი არ გამოუცდი. არ გამომიცდია. ხო, აი ზოგადად ისეთი მნიშვნელოვანი თემაა, იმიტომ რომ ისე უნდა დაუბრუნდე დაზღვევის მაგალითი მოყავს, იმიტომ რომ ძალიან მარტივია რა, ანუ ძირთად არის ჩემთვის არა ჩემთვის დაზღვევას თელი წყობა. არა, გეტყვი, ჩემთვის და იმიტომ არ ჩემს რო თავი გაანებო, იდეაში სტანდარტიზირებული პროდუქტებია რა. ძალიან იშვიათია მნიშვნელოვანი სხვაობა უშუალოდ პროდუქტის აღწერას რო გავყვეთ. სხვაობა შეიძლება იყოს გამოცდილებაში მე ამ პროდუქტით, მაგრამ ძალიან ცოტა სხვაობა
იგივე ტიპიელი რო ვთქვათ, მესამე მხარესთან პასუხისმგებლობა, იდენტური პროდუქტი აქვს ამ ქვეყანაზე თითქმის ყველა სადაზღვეოს რა. პროდუქტი, სადაზღვეო პროდუქტი ჩემი გამოცდილებით, გამოცდილება რომ გამომადგა თუ არ გამომადგა პროდუქტი მარტო იმ შემთხვევაში ხდება, როცა ზარალი დამიდგება რა. ზარალი თუ არ მიდგება, წარმოდგენა არ მაქვს მე ისაც, ვიყიდე გამომადგა თუ არ ვყიდულობ, პრეზენტაციაზეა დამოკიდებული. ხო და აი მან მივდივარ, იმიტომ წარმოიდგინე ხა ესეთი ჰიპოთეტური, ჯერთი არაფერი ჰიპოთეტური, მაგაზია მთელი ბიზნესი აწყობილი. შეიძლება 10 წელი ისე ყიდულობდე ყოველ წელს მესამე მხარესთან პასუხისმგებლობის დაზღვევას, რომ ერთხელაც არ დაარტყა არავის. გემდე არმა გამოყენებული. კი ბატონო და ერთხელაც არ გამოიყენო. ხო, ერთხელაც არ გამოიყენო. ანუ ეს განცდა, რომ კარგი გამოცდილება მაქვს, პროდუქტის არ არსებობს რა, ფაქტობრივი, მაგრამ არსებობს რაღაცა ტვინში ჩაბეჭდილი სურათი, რომ აი მე გიორგისგან ნაყიდი ტიპიელი უფრო ვენდობი, ვიდრე გივისგან ნაყიდი ტიპიელს. ბოლოჯამში ვარაუდია. ბატონო, ბოლოჯამში ვარაუდია. მაგას ვამბობ, საბოლოოჯამში ვარაუდია. ჩემზე მაგალითად რა მოქმედებს რა სადაზღვეოს ამბავში. სადაზღვეო კომპანიის რეპუტაციას უყურებ რა, ანუ რა კუთხით ვიძახი რა, რომ მე თუ ზარალი დამიდგება, რა ხდება რა, ვიღაც სადაზღვეო კომპანია იღებს ჯიბიდან ფულს და მაძლევს მე რა. ანუ თუ სადაზღვეო კომპანია არის ან ახალი ან პატარა ან ბრენდი არ ვარ მის მენეჯმენტზე არაფერი არ მსმენი ან საერთოდ არაფერი მათზე არ ვიცი, საბოლოოჯამში ისევ მირჩევნია ძირძველ გამოცდილ სადაზღვეოს მივმართო რა, იმიტომ რომ სხვა კორპორატიულში მაგას ვიყენებდი რა, პირდაპირ ერთ-ერთი პირობა მქონდა მაგალითად რომ არ შეიძლება სადაზღვეო კომპანიას ჩემზე პატარა კაპიტალი ქონდეს რა, ერთხელ მოვიდა კომპანია მეუბნებოდა რომ სოკარში ვებას დაგიზღვეო რა ქვია ქონებასო და ბოდიში მეთქი, მაგრამ ჩემზე პატარა კაპიტალი გაქვს ხო რა, ანუ ჩემი მთელი აქტივები მთელ შენ კაპიტალზე დიდი არის და რამე რომ მოვიდეს ამ ჩემ აქტივებს ვერ გადავიდე მე დაზღვეული ვარ რა. თუ ახლა პარები მასთან მივალ ვისაც ჩემზე დიდი აქვს რა, ანუ ეგ მაგალითია რა, ანუ სხვა კრიტერიუმი რა უნდა მქონდეს, იმიტომ რომ აქტივები არ დაზიანებულა რა. არ ვიცი ეს კომპანია შეძლებს თუ არა მაგის გადახდას ჩვენ. 1-5 შენაირი კლიენტი მინდაო და მე შეიძლება მქონდეს. არა ბოდიში. იმედია 5-ს ერთდროულად არ დაგემატებათ. მაგითო გეუბნები რომ დაზღვევა ჩემი გადასახედიდან ძალიან კარგი მაგალითია, იმიტომ რომ ერთი სხრი უნიკალური პროდუქტია, ყიდი პირობას. ნახე, აგივე უფრო მარტივი кейსებიც არსებობს, სადაც ხო და მე ვართულებ кейსებს, პირობას. უფრო მარტივი кейსებიც არსებობს რა, იმ დღეს გუშინ ლაპარაკობდით. წეღან ახსენე მტვერსასრუტები რა. კირბის მტვერსასრუტები გაქვს გაგონილი. მხოლოდ და მხოლოდ შენგან. არ მაგარი ისტორია აქვს რა. ნუ ეგ ისტორია მაგ მოსმენილი. ცოტა წინა ისტორია. ეგ არის, კაი. კორჩე 1906 წელს. ჯიმ კირბიმ შექმნა ეს მტვერსასრუტი რა. პროსტა უნდოდა რომ სახლის დალაგება გაეხადა ძალიან კომფორტული, მარტივი და ასე შემდეგ. და შექმნა პირველი ესეთი მულტიფუნქციური, მრავალფუნქციური მტვერსასრუტი, რომელმაც დღემდე 16 მილიარდის არის გაყიდული 20 მილიონზე მეტი. მაგრამ თავიდან ბაზარზე შემოვიდნენ 1906 წლიდან 1920 წლამდე გაყიდული ჰქონდათ 300-400 წელი სულ. და აკეთებდნენ ზუსტად იგივეს, რასაც დღეს აკეთებენ ტიპები რა, სტანდარტული რეკლამა, მაღაზიებში დადეს, ბეჭდური რეკლამა, ეხლა მაშინ არ იყო სოციალური ქსელი. ეგ სოციალური ქსელი იყო რა. ფიზიკურ სოციალურ ქსელში პოსტავდნენ ფლაიერებით, ჟურნალებით და მაღაზიებში დადებით და მუდმივი ფასდაკლებებით. ბიჭო, პროდუქტი კაი ამ ტიპს კი ჯერა, ხალხსაც მოწონს, მაგრამ გაყიდვა არ აქვს. ხო. და მივიდნენ ერთ-ერთ მარკეტერთან, სახელი ის მაქსველ ზაკეიმთან. და ეს ტიპი აწვებოდა ზუსტად ამას, რომ თუ პროდუქტი კაია და არ იყიდება, მიზეზი არის პრეზენტაციაში და არცაც სხვაგან. ამ ტიპმა დაწერა პრეზენტაცია კონკრეტულად ამ პროდუქტისთვის. სატესტოდ აიყვანეს ვაფშე გამოუცდელი ტიპები, ასწავლეს ეს პრეზენტაცია და გაუშვეს კარდაკარ გაყიდვის გზით, პირდაპირ შეთავაზ, პირდაპირ გაყიდვებით. იმ დღიდან დღემდე 20 მილიონზე მეტი გაიყიდა. 2003 წელს 9 მილიონი გაყიდეს მარტო. 83 წელს ვორენ ბაფეტის ნაწილი, ვორენ ბაფეტის ჰოლდინგური კომპანიის ნაწილი გახდა, იმდენად სწრაფი ზრდა ჰქონდა. და ერთადერთი რაღაცა შეცვალეს, პრეზენტაცია. მან დრო დავიწყე მუშაობა, გუშინ ვფიქრობდი რომელი წელი იყო. მესამე ან მეოთხე კურსები ვიყავი რა. დღემდე არიან ბაზარზე კირბი? კი, დადიან სახში კიდია თორსასწორე? ზოგ ქვეყანაში დღემდე არის. არა, საქართველოში თუ არის? მე მგონი საქართველოდან გავიდნენ. სადღაც 2009 წელი იყო. მე მგონი ძალიან შემთხვევით გავაგზავნე სადღაც CV, დამირეკეს, მივედი სადარბაზოში შევედი, კარს აწერია ქართულ-ამერიკული კომპანია. არც ვიცი სადმა CV გაგზავნილი,
მივედი, სტუდენტი ხარ. $400 უნდა გაყიდოთ. მეთქი გავყიდოთ რა ღირს და $4500. ხათავდი. ვინ უნდა იყოს საქართველოში $4500 $400. და ეს დირექტორი ვინც იყო, ჩემზე პატარა იყო ასაკით. ეს სტუდენტი მე სტუდენტი ვიყავი და ის ჩემზე ბავშვი დადიოდა თუ რა სკოლის მე მასწავლებელი. ვიყავი სადღაც 21 წლის და ის იყო 20 წლის. ბრავო ძმაო თქვენ. ის $4500 $400 კიდე. ხო, ყველაზე მეტი ქონდა გაყიდული და მე დირექტორად და. ისე მე კი ვყიდი $1000 ლეპტოპებს მაგასაკში, მაგრამ ტიპებმა გვასწავლეს ერთადერთი რაღაც. პრეზენტაციას ამ პროდუქტზე ჩაატარებთ ზუსტად ასე. ნახე, კონკრეტული მიმდინარეობა არა პრეზენტაციის, ტრანზაქციული პრეზენტაცია ქვია. იმიტომ ქვია, რომ ტრანზაქციამდე მიყავს ტიპი. სანამ შეთავაზებას გააკეთებ, ტიპს ყიდვა უკვე გადაწყვეტილი აქვს. უბრალოდ უნდა მიცეს საშუალება, რომ გადაიხადოს. ზუსტად ესე ჩაატარებთ, ფას აქ იტყვით, ამ ფორმით იტყვით, მერე ამას იტყვით, მერე ესე იქნება, ესე. აი მეთქი რა ვიზა მაგრამ რა უნდა მაგის დაზეპირებას. იქ გვასწავლეს, მერე ცოტა გამოცდილ ტიპებს მიგვამაგრეს, თითო-თითო ჯერ გაგვაყოლეს პრეზენტაციაზე. მოგწეს მერე მისამართები და მე მგონია რომ მივალთ როგორ უბნებში იცი, მაგარი სახლები როა და გარეთ სამსავე მანქანა დგას და შემდეგ. ჩვეულებრივ სახლებში იგივე მიდიხარ, ეს ხალხი გელოდება, იმიტომ რომ უფასო პრეზენტაციაა. და იქ უბრალოდ ამ პრეზენტაციას ატარებ. მე ამბობ ფას $4500. პრეზენტაციას ანუ პროდუქტს ანახებ, გამოცდილება როგორ მუშაობს. იქვე ანახებ როგორ მუშაობს. ყველაფერს როგორ აკეთებს, როგორ მუშაობს. მუშაობს. მაგრამ ერთია ანახებ, მაგრამ მეორე არა როგორ ანახებ ხმას რა. ანუ პრეზენტაციაში გულისხმობ მთელი პროცესი. მაინტერესებს და პრეზენტირების. ტვერს $4500 $400. გეტყვი მე რაში გადმოვაკატავე ეგ რაღაცა დღემდე მაგას ვიყენებ. დღემდე მაგას ვიყენებ, იმიტომ რომ მე აღმოვაჩინე რომ კონკრეტული მეთოდოლოგიაა. ფრეიმვორკებია, რომელსაც აქ ამას ჩასვამ, აქ ამას ჩასვამ, აქ ამას ჩასვამ და რა ნერეა. გეტყვი. და პრეზენტაციით სადაც არ უნდა გაიჩნდო, გინდა ერთ-ერთზე, გინდა შეხვედრაზე, გინდა დიდი აუდიტორიის წინაშე. თუ შენს პროდუქტზე ამ ფრეიმვორკით ლაპარაკობ, სანამ შეთავაზებას გააკეთებ, ისინი ვისაც მართლა ჭირდება და ვისაც ყველაზე მეტის გადახდა შეუძლია, ადგება და ყიდულობს. არ შეუძლია რომ არ იყიდეს. და ნახე, ამ პრეზენტაციას ატარებ, ფას ამბობ $4500. რეაქცია ყველას ერთი და იგივეა. ჩვენ მაგის საშუალება სად გვაქვს? კაია, მაგრამ საშუალება არ გვაქვს. და ზუსტად იცი რომ მაგ მომენტში მაგ რეაქციას მიიღებ. და შემდეგ ზუსტად იცი როგორ უნდა გააგრძელო პრეზენტაცია და სანამ წამოხვალ სახლიდან $400 იტოვებ. ხო არ ხატავ მეთქი ძმაო, რას ვამბობ ეგეც? ანუ კაი გავიგე მაგარი $400, მაგრამ რას ვამბობ ხო რაღაცა ვთქვი ამ სიტყვე მე გავიგე ის ისტორია რომ ამ მაქსველ ზაკეიმთან მივიდნენ და ამ ტიპმა დაწერა და ამ ტიპმა რამდენიმე მილიონი აიღო ამ პრეზენტაციის დაწერაში, მაგრამ რატო დაწერა ზუსტად ისე როგორც არის? შემთხვევით ხო არ დაწერილი, რატო უნდა კომპანიას რომ ზუსტად ეგრე ჩაატარო? იმიტომ რომ ყიდის. და რამდენიმე თვე იყო, წელი იყო. კარგი, მანქანა დავამტვრია. და მანქანის გარშე ვერ იმუშავებდი, იმიტომ რომ ეს ჩემოდნით უნდა გეტარებინა და რაღაცა საბარგულით. და რა კიცხვეტა მქონდა, სანამ ახლა მანქანას ვიყიდდი თან სტუდენტი და რაღაცა. ის პერიოდია, რომ აი შენ ვთქვი, რომ სადმე თუ გამოგიყენებია რა. ის პერიოდია, რომ დღეში 10 ჯერ გადმოსცემენ, ვიღაცა გაიგუდა, ვიღაცა აფეთქდა გაზით, სადღაც გაზმა გაჟონა და ასე შემდეგ. და მთელი ბავშვობა ვფიქრობდი, რომ გავიზრდები, მეთქი ესეთ გაზის დეტექტორს გამოვიგონებ, მეთქი რა. ფილმებში მქონდა ნანახი, ბოლის დეტექტორები, ხო, ამერიკულ ფილმებში რომ სამზარეულოში სექსი ექნებოდა და სიგარეტს რომ მოწევდნენ და ის აქტივდებოდა, აფარო დარჩებოდა გაზი და აქტივდებოდა, ეგ მახსოვდა რა და მეთქი ბიჭო, თუ ბოლზე კივის ცეო არც ვიცოდი მაშინ გაზზე რო იკივლოს რა პრობლემა და მე ბავშვობაში მეგონა რომ გავიზრდები GPI-ში მივალ GPI მეგონა რომ NASA-ს თან თანამშრომლობ და მაგათ გავაკეთებინებ მეთქი და მაგრამ ეგ ბავშვობის დროინდელი ოცნება იყო და დიდობაში მეთქი ბიჭო კიდე იგუდება ხალხი და დავი მეთქი გავაკეთებ მაგ აპარატს აღმოვაჩინე რომ ეგ აპარატი დიდი ხანი არსებობს ოღონდ ჩინეთში ხო და ჩამოტანას რაღაცა ფული უნდა. ჩვენ არა. და ჩამოტანას ფული უნდა. და ეს ფული არ მაქვს.
დედაჩემს უთხარი ამ იდეის შესახებ, პირველი ინვესტორი და დედაჩემმა დაიჯერა რომ მაგრად გაიყიდებაო რა. დაალომბარდა აქვე კუთხეში აღარ დავა კონკრეტებ მაგიდან გამომაგდეს კაკრას. მან დაალომბარდა ბეჭედი და პირველი ფული მომცა შვილს რომლის იდეასაც ბიზნეს გეგმასაც ენდო. და ჩამოვიდა როგორც იქნა ეს 100 წალი თუ 70 წელი რამდენზეც მეყო რა. და მეთქი ახლა ეს როგორ უნდა გავყიდო. მივედი ჩემს ლექტორს ვკითხე რომ მეთქი ესეთი პროდუქტი მაქვს და როგორ უნდა გავყიდო და სტანდარტული ისევ იგივე რასაც კირბი აკეთებდა თავიდან. ჩააბარე მაღაზიებში სადაც გაზის აპარატურა იყიდება, იმიტომ რომ პოტენციური მომხმარებელი მან დადის. ფასი რა გიჯდება 12 ლარი მიჯდება მეთქი. დაადე 36 ლარი, იმიტომ რომ 1/13 ხარჯი დაფარო, 1/13 მეტი წამოიღო, 1/13 გაიყო შენ და მაღაზია. და ეგრე გავაკეთე. ჩავაბარე. ზოგი ელიოვაზე, ზოგი სადმე თუ მაღაზია ვნახე რომ გაზის რაღაცა იყიდებოდა, ხვაბები და შენ ყველგან ჩავაბარე, კარმები სადაც იყიდებოდა. გავიდა ერთი კვირა, ვრეკავ რომ მეთქი რამდენი გაიყიდა. საერთოდ გავიდა კიდე ერთი კვირა ვრეკავ კიდე მეთქი რამდენი გაიყიდა. კარჩი ერთი თვის თავზე გაიყიდა 0. და მე ერთია რომ ამაზე ვდარდობ რომ არ იყიდება, მეორეა რომ დედას ფული გამოართვი და არ გაამართლა და მეთქი ბიჭო ის პრეზენტაცია რომ ამას მოვარგო. და დავშალე მარტივ მომრავლებად იქ რას ვამბობდით. ნახე როგორც კი პროცესს გააცოცხლებ გონებაში რა ხდებოდა პირველი კონტაქტიდან გაყიდვამდე ერთი არ დაინახავ მოქმედებებს, მაგრამ ამის მიღმა პრინციპებს დაინახავ. და დააკავშირებ, მე კავშირებს ხედავ. გადაწყვეტილება რომ ეს მიიღო, აქ ეს დაინახა. ის რომ მიიღო, ეს დაინახა. ეს რეაქცია ადამიანი ხო რეაქტიული არსებები ვართ. რაღაცებს გვაქვს რეაქციები. თუ გამაღიზიანებლებს მე შემოვიტან იმ ფორმით რომ შენ ამაზე ის რეაქცია გქონდეს რაც მე მინდა. ისე მიდიხარ ყიდვამდე რომ ვერ გრძნობ. და შენინებით მიდიხარ. გრძნობ რომ ეს რაღაცა რო არ გქონდეს დაღუპული ხარ. და გადმოვაწყვე. მეგობარს ვთხარი გამყევი, მეთქი პრეზენტაცია უნდა ჩავატაროთ, მეთქი და პირველ დღეს გავყიდე 10 წალი. და ოღონდ არა 36 ლარად, 350-ად. თითო 36-ად არ იყიდებოდა. ერთადერთი შევცვალე პრეზენტაცია და ვყიდით 350 ლარად. ერთ კვირაში აღარ გვაქვს. ჩამოვიტანე 1000 წალი, 1000 რაღაცა, რაზეც ფული მეყო. ავიყვანე ხალხი, ვასწავლე ზუსტად იგივე პრეზენტაცია და გავინაწილეთ კორპუსები და დავეშვით პრეზენტაციით. ერთ თვეში გავყიდეთ 1000 წალამდე 350.000 ლარის. და ბიჭო ბავშვი ვარ და მაშინ ხო რატო მეთქი ფული ვიშოვეთ, მაგრამ ყველაზე მაგარი იყო ის რომ პრინციპი დავამუღამე რა მუშაობს. და ცოტა ხანში მე მოკლედ იქიდან სარეკლამო ბიზნესში გადავეშვი კაკრას, იმიტომ რომ პრეზენტაციები და რაღაცებისკენ წავედი. მე რამდენიმე სტარტაპი მქონდა, მე პანდემიის დროს პირბადეების თემაში ვიყავი, წამოგიღეთ ლეონს გიქუთხარი, გაჩვენებ, ძერს კი პირბადეა. პირბადეები? ხო, გაჩვენებ, როგორია ბენდენაპე პირბადეები, ძალიან ძერს კი. მაგ დროს საერთოდ არ იყო საჭირო ეგეთი ჩაჭერილი პრეზენტაცია, ისედაც ცხელი ბაზარი იყო და ყველაფერს ყიდულობდა. მაგ სტარტაპიდან შემოსული თანხა წავაგე ლოგოკინების ფერმაში, მერე წავაგე აფთიაქების რაღაცაში, მერე ჩილეში ჩავედი, ჩამოვედი და ზუსტად ის წერტილია რომ აქ რო ჩამოვედი და ლევანმა რომ მკითხა 200 ლარიდან ამ ხელა ნახტომი რანაირად. ჩემი პროდუქტის გაყიდვაც რეალურად მაგ პრეზენტაციით დავიწყე. ფრეიმვორკი ხვდები რა ზუსტად ვიცი როდის რაზე გელაპარაკო, რაზე არ გელაპარაკო, რაზე როგორ გელაპარაკო და სანამ ტელეფონს გავთიშავ ყიდულობ. და ეგ იყო რა პირველ თვეს 128,000-ის გავყიდე. და მან დავამუღამე რომ მეთქი ბიჭო ეს პრეზენტაცია მარტო კარდაკარკი არ ყიდის. ტელეფონითაც ყიდის. ეხლა მე ეგეც რაღაცა უნდა გთხოვო რა. აი ეს ამ წიგზე იცი საკითხული გაქვს, მაგის გირებულება იცი. მინი პრეზენტაცია გამიკეთე რა. მინი პრეზენტაცია. მინი პრეზენტაცია, ხო.
ცოტა ადვილი დავალებაა თან უკვე ნაკიდი ეს წიგნი ვთქვათ. მაგრამ მაინც. ნახე. იმისთვის რომ მარტო პრეზენტაცია არ გავაკეთო და პროს გასაგები იყოს, რა რატოა? ხო, ჯერ უნდა გავიგოთ რა პრობლემას აგვირებს. ხო. გავლენა დარწმუნების ფსიქოლოგია, დარწმუნების ხელოვნება და დარწმუნების ხელოვნება, ხო. მნიშვნელობა რა მნიშვნელობა აქვს დარწმუნებას და რა მნიშვნელობა აქვს თუ ვერ გარწმუნებ. დავაი. მაგალითად აგვარებს პრობლემას რომ ადამიანები ვერ არწმუნებენ, ერთი მხარე ვერ არწმუნებს მეორეს. ეს პრობლემა აქვს ძალიან ბევრს. კი. წვავედ ვის აქვს ეს პრობლემა? ბიზნესში, გამყიდველი. ვიღაცას აქვს გასაუბრების დროს, დამსაქმებელს ვერ არწმუნებს, რომ სამსახურში უნდა აიყვანოს. ვერ ახდენს საკმარის გავლენას მეორე მხარეზე, რომ სამსახურში აიყვანოს. შესაბამისად, ამ ტიპისთვის ვერ დარწმუნების ფასი არის დაკარგული სამსახური და მე 500 ლარზე ან 1000 ლარზე მუშაობ. მაგრამ ვიღაცას ვერ დარწმუნება გასილებით მეტი უჯდება. მივიდა შეხვედრაზე, შეიძლება რამდენიმე 100,000-ისა, რამდენიმე მილიონისა და ვერ დაარწმუნა. იმისთვის სულ სხვა ფასი აქვს. კი. თუ იარსებებს რაღაცა კონკრეტული ნაბიჯ სახელმძღვანელო, რომელსაც უბრალოდ XY-ს შეცვლი შენი პროდუქტით, Y შეცვლი შენი მომხმარებლით და დარწმუნებული იქნები, რომ შედეგად თუ სწორია და გონიერია მეორე მხარე ვინც ისმენს და თუ მართლა აქვს საჭიროება, შენ შეთავაზებაზე იტყვის კის. გენდომებოდა თუ არა ესეთი ფორმულა. კი. და რატო გენდომებოდა? რა? იმიტომ რომ მეც მაქვს რაღაც მინდა რომ რაღაც და მეც ფულს ვიშოვებ მაგალითად ჩემ პროგრამაში. რამდენით მეც მაგალითად. მნიშვნელოვნად რა. მაგალითად. რავი, გავა 10 მაგებ. რამდენია გაათმაგება? რავი, თვეში ავალ 100,000. 100,000. ხო. ოღონდ ამას ჭირდება ის რომ მეორე მხარე დაარწმუნო რომ შენი პროდუქტი მის პრობლემას წყვეტს. კი. და თუ ამას დაარწმუნებ, თვეში 100,000-ზე ახლა. უპრობლემოდ ალბათ თუ ვერ დაარწმუნებ, თვეში 100,000 კარგავ? შეიძლება აი მაქსიმუმ 10-ის გავყიდო რა. 90-ს კარგავ. ხო. წელიწადში რამდენს კარგავ? 900 მილიონი ლარი გამოდის. 1,80,000. ხო, როგორ ვიშოვ მილიონი? მე რო შენ მოგცე ფორმულა. მე რო შენ მოგცე ფორმულა. ხო. რომელიც მოგცემ საშუალებას რომ აღარ დაკარგო მილიონი წელიწადში და ყოველთვე მინიმუმ 100,000-ზე ახვიდე. გენდომებოდა თუ არა? კი. 1000 ლარად გენდომებოდა? ნუ რატომაცა? 500-ად? კიდე უფრო მეტად. ეს ციგნი რა არის? 60 ლარი ეს ციგნი. 60 ლარი. 60 ლარად დღეს ვეცავ აქვე. კაი, ვიყიდე. ო, ნახე ეს არის სამწუთიანი ხო ხდები, მაგრამ აი ამას თუ 90 წუთზე ჩაშლი იქ ტიპს გააცოცხლებ ემოციურ დონეზე. გავიგე, მაგრამ ეს ახლა შენ რაც თქვი სამწუთიანი ამას კიდე ეხა მე დაახლოებით როგორც გამომყვა რა ჩარჩოც გამოიყენე, იმას რამე რო იყოს კიდე უფრო კარგი მწერალი და კოპირაიტერი თუ ხარ და თუ დაოსტატები შეიძლება 60 წამში ჩაატიო რა და 60 წამში შეიძლება 90 წამში ჩაატიო. შეიძლება წუთ ნახევარში, შეიძლება YouTube-ის 5 წუთიან ვიდეოში. ისე ვიძახი რა და შეიძლება. ეხა დღეს რეალურად ნახე, თუ გინდა 8 წუთი ილაპარაკე. თუ ეს 8 წუთი მე მეხმარება დავინახო რა აკლია ჩემს ცხოვრებას, რის გამოც ადგილს ვტკები. როგორი გახდება ჩემი ცხოვრება ადგილის კეპნას რომ მოურჩები, როგორი мама გავხდები, როგორი მეუღლე გავხდები, სად დავასვენებ, როგორც ჩაგაცმე, როგორც დაგახურა, რას ვიგრძნობ. ემგონი პრინციპი გავიკე რა, სუფთა ფინანსური პრინციპია, ინვესტირებაზე უნდა იყოს მაგრამ. კივილი დამანახა რა, ოღონდ მე თვითონ მაპასუხები. არ ყიდვის ფასი უნდა დაანახო? ყიდვის ფასი დაანახო და დაუდო არჩევ. მე მათქმევინა თვითონ არ მითხრა არც ერთი. ან მე მათქმევინა რამდენი იყო თანხა ის რომელსაც ვკარგავდი რა. ეგ ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ მე უნდა დავსვე კითხვა. რა ლოგო ყინების ფერმა. ერთი პერიოდი, აი შემდეგ კითხვა გულახდილად. ნახე, კერჩე პანდემიის დროს ამ სტარტაპმა ფული დაწერა პირბადეებმა. და მაგ დროს ხო იცი ბევრ რაღაცით ინტერესდები, რომ რაში ჩადო, რაც მაღალ უგებას მოგცემს და ერთ-ერთი მაშინ შეიძლება ბევრს ახსოვს რა ძალიან ხოჩი იყო ლოკოკინების ფერმა ევროპაში იყიდება ამდენად. სამეგრელოში იყო, ჩავედი, პროექტი ვიყიდეთ, მე მიწა ავიღეთ, მე მოვარდგეთ, მოვაწყვეთ, ყველაფერი ვქენით და მოკლედ ბოლოში ვერ გავედით, იმიტომ რომ ჩემი გამოუცდელობის გამო რა,
არ მიჭირავს ხელში ფაქტი რომ ეგ ბიზნესი ცუდია. მე ვერ მივედი ბოლომდე. გამოუცემლობის გამო უბრალოდ ფული დავკარგე. ანუ მოკლედ ვიღაცას უნდა ლოგოკინები და აქეთ გადაწყვიტე რომ ლოგოკინები მიგეცა იყო ვიღაცა, ვისაც ჰქონდა ლოგოკინების ფერმა. არსებობს დაჟინებული. არსებობს. ძალიან მაგრა ყიდდა. იდეას ყიდდა ძალიან მაგრად. არ ვიცი ლოგოკინას ყიდდა თუ არა, მაგრამ იდეა რომ მაგრა გაყიდა, ვიცი, იმიტომ რომ რიგი იდგა, მოუ ხალხმა გაჩეხა ყანები და ლოგოკინები გააშენა. ხო, მართლა. და მეც ეგ იდეა ვიყიდე. ეგოლი ჯიალდინის იგდე წაიკითხა და კარგად. ან შეიძლება თავის გამოცდილებაზე ლაპარაკობდა. არა უდგენელია საღოლი. ან შეიძლება თავის გამოცდილებაზე ლაპარაკობდა და ეგ ყიდდა. აი ხა ეგ კითხვა მქონდა ჩაწერილი და მაინტერესებს. ან ფაქტია რომ ძალიან ეფექტურად შეგიძლია შენ პროდუქტის გაყიდვა და მათ შორის საკმაოდ სწრაფად გააკეთე ძალიან კარგი პრეზენტაცია. და ამ დროს თუ მომცემ, ფულსაც თუ გადამიხდი ამის დაწერაში. ფულსაც თუ გადამიხდი პრეზენტაციის დაწერაში. ამას ისეც დაგიწერს, გიჟივით გაიყიდება. გადაგიხდი, კი. ხო, ანუ როგორ უნდა მოვიდე მაგამდე? მაგას ვილაპარაკოთ. კაი, მოდი ამას გადავიდეთ, ჯერ ერთ კითხვას დაგისვამ. ისე რა გინდა რომ გაყიდო? რატო გინდა? რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცე საშუალება რომ გამოავლინოს თავისი მაქსიმალური პოტენციალი. ერთ-ერთი აი, ნახე, ალბათ მსმენელისთვისაც საინტერესო იქნება რა. ერთ-ერთი რასაც სულ ყურადღებას აქცევ, როცა ამ მეთოდით პრეზენტაციის ჩატარებას ამუღამებ, არის რომ ყურადღებას აქცევ იმ სიტყვებს, რომელიც ისედაც ყველას გვესმოდა და სინამდვილეში განმარტებითი ლექსიკონი ჰქონდა ყველას აბსოლუტურად სხვადასხვა. მაგალითად, ლევანმა თქვა, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმარო მაქსიმალური პოტენციალის გამოვლინებაში. ხო, ყველამ გავიგეთ სიტყვების მნიშვნელობა. რამდენი რაც შეიძლება ბევრი შენთვის. რაც შეიძლება ბევრი ჩემთვის რამდენია? დღევანდელი გადასაღები არის 100,000. 100,000. ჩემთვის შეიძლება 10,000 იყოს. მაქსიმალური პოტენციალი რა იგულისხმება? 3,500,000. არა, მაქსიმალური პოტენციალი გამოვლინება. ეს 100,000 ადამიანი რომ მაქსიმალურ პოტენციალს გამოავლენს როგორ გაიგებს? მაგას ვერ გავიგებ ვერასდროს, იმიტომ რომ ყველა სხვადასხვა მაქსიმუმია. აბსოლუტურად ყველა სიტყვა რაც ლევანმა თქვა, სინამდვილეში ყველამ გავიგეთ, მაგრამ ყველამ სხვადასხვა რაღაცა წარმოვიდგინეთ. ამიტომ თუ ლევანი გააგრძელებს საუბარს ესეთი პრეზენტაციით, ეგონება რომ ყველას ერთი და იგივე გვესმის და სინამდვილეში სხვადასხვა რაღაცა გვესმის. მე რომ მეთქვა რომ 150,000 ადამიანს მივცე საშუალება ფინანსურ თავისუფლებას მიაღწიონ, მაგალითად, რო აგირჩია ერთი კონკრეტული ნიშა და გეთქვა რომ ყოველ წელს შრომით ბაზარზე გამოდის ამდენი 1000 ადამიანი, რომლებმაც 12 წელი რაღაცა ისწავლეს, მე 4 წელი რაღაცა ისწავლეს და დგანან ფაქტის წინაშე, რომ ისწავლეს როგორ იყონ კარგი ექიმები, მაგრამ ვერ არწმუნებენ ადამიანებს, ვისთვისაც კაი ექიმობა შეუძლიათ. ვისწავლეთ როგორ ვიყოთ კაი იურისტები, მაგრამ არ ვიცი როგორ დავარწმუნო ადამიანი, რომ მოვიდეს ჩემთან და მისი საქმე მე მომაბაროს. და რამ ხელაა ეს ბაზარი? დიდი. კონკრეტულ ციფრამდე მიხვალ. მივიდეთ, ხო. მაგალითად, თუ მე მინდა რომ უშუალოდ ამ ორ ნიშას ველაპარაკო, ან ერთ ნიშა. მე მაგალითად იმის მომხრე ვარ, რომ ერთი კომუნიკაცია ერთ ნიშაზე იყოს. ამ წიგნის პრეზენტაციას როცა დაწერ მაგალითად, ხო? ნიშას XY-ით შეცვლი მეთქი წელანო ვთქვი. ხო. თუ ველაპარაკები ექიმებს, ექიმურად, ხო. თუ იურისტებს, უკვე ჩემთვის გასაგებია რომ მე მინდა რომ მომდევნო წელს როცა ბაზარზე 5,300 იურისტი გამოვა, რომელთაც აქვთ ეს და ექნებათ პრობლემა დამსაქმებლის, მომხმარებლის მოზიდვის და მათი დარწმუნების. ამიტომ იძულებულები გახდებიან რომ დათანხმდნენ სტაჟირებას დაბალფასად, იმუშაონ მოლარეთ სადღაც პროფესიიდან გადახვეულად და თავიანთი ცხოვრება ბოლოს აღმოაჩინონ ემიგრაციაში ოჯახს მოწყვეტილად. მე მინდა რომ ამ ადამიანებს დავეხმარო, რომ ნახე გამოავლინონ მათი მაქსიმალური პოტენციალი კი არა. გახდნენ ადამიანები, რომლებიც მათი კლიენტების წამგებიან საქმეებსაც კი, რასაც არავინ ხელს არ კიდებს. ამ ადამიანებმა აქციონ, არ ვიცი, თავიანთი კლიენტების ცხოვრების შემოbrunების წერტილად. მე მინდა რომ ამ ხალხს დავეხმარო. და საერთოდ არ ვლაპარაკობ წიგნზე. ხვდები თავიდან ბოლომდე ვლაპარაკობ მომხმარებელს. და ერთადერთი კითხვა ახლა რაც მაქვს, ლევანა, ეგ რაღაცა მე მინდა წმო, როგორ ვქნა. შენ რო აპირებ გაისად დაეხმარო, მე უკვე ვარ მაგ მდგომარეობაში. და ადამიანები ვინც აქ თავის თავს დაინახავენ, მოვლენა კითხავენ რომ ეგ გზა მინდა ავრჩიო, მაგ გზით როგორ ვიარო. და აგერ ტრანსპორტი.
ნახე, სულ ორი გაყიდვა ხოლმე რა. სანამ მე შენ მაგალითად დაზღვევის პაკეტს სანამ მოკიდე. ჯერ უნდა მოკიდო იდეა, რომ დაუზღვევლად სიარულის სიგიჟია. გეთახმებოდ ვიყავი მეც. დაჯდე მანქანაზე წახვიდე ოჯახთან ერთად და მოსახვევში შეხვალ და გამოხვალ თუ არა კაცმარიცის და დაზღვეული არ იყო. სიგიჟე თუ ამაში არ მეთანხმები ვერავის ვერ მოკიდე. თუ ამაში მეთანხმები რომ უკეთესი იდეაა რომ დღე რომელსაც ოჯახთან ერთად ატარებ არ იყოს ყველაზე ფინანსურად დამანგრეველი და სანანებელი და ვიღაცები არ წამოიგი თუ მეთანხმები რომ ეს ცუდი იდეაა მაშინ გადავიდეთ შემდეგ ახალ იდეაზე რომ დაზღვეული იყო და ეს ყველაფერი წინაზე განსაზღვრო მაგზით როგორი არის კი ბატონო და ეხლა რომ ტიპი მირეკავთ გამარჯობათ ამადამ კომპანიიდან გირეკავთ და ჩვენი სადაზღვევო პაკეტით ხარ დაინტერესდებოდი და არ დავინტერესდებოდი ხო ანუ ეგ კარგია რომ ეგ მაგას შეეხება იმიტომ რომ პრინციპში მეც მინდოდა მეთქვა რა მეც პირველ რიგში მათ შორის იმ ხალხის იმ ადამიანებს შორის ვარ და ვიყავ ვინც უფრო ადვილ გზას ვარჩევდით. როდესაც საჭიროება უკვე დეკლარირებულია რა, ანუ აი იმას უნდა მანქანის დაზღვევა. და მე მივდიოდით საბოლოო მანქანის დაზღვევა ქონების რა მშობა. მე მივდიოდით იმ ჭიდაობაში, როდესაც არა ჩემი გინდა, არა იმის გინდა, ეს არა ჩემი, არა იმის, მე მიდიოდა ორ გზაზე რა. ან ჩემს მიმართ უფრო კეთილგანწყობილი იქნებოდა, ან მეორე მხარის მიმართ და მე მესამე ვარიანტი იყო, ან ჩემი ფასი უფრო მოეწონებოდა, ან იმისი და საბოლოო ჯამში მარჟა იჭმეოდა რა. მაგრამ ბოლო ჯამში რამდენჯერ გამოგიცდია, რომ თუ ვინმეს მიმართ მაღალი კეთილგანწყობა გაქვს, კეთილგანწყობა აკომპენსირებს ფასის სიმაღლეს. მაგალითად, ხორცს რო ვყიდულობ, ვიცი რომ აქეთ უფრო ძვირი ღირს დელისზე, მაგრამ ამ კაცს რა კი ვენდობი ვიხდი უფრო მეც ვიდრე გვერდით. გვერდით არც გამომიცდია მიუხედავად იმისა, რომ დაბალი ფასი აქვს. იცი რა, მაგას მე ესე კონკრეტულ ციფრს რა თქმა უნდა ვერ გეტყვი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი საკუთარი პირადი ქმედებების გარდა მქონდა საშუალება დავკვირვებოდი ჩემი გუნდის წევრებს, ჩემზე ბევრად მაგარ გაყიდვების მენეჯერებს რა. ეგ ალბათ მინიმუმ 70%-ში ეგრე ხდება რა. როდესაც კეთილგანწყობა აკომპენსირებს რაღაცა დოზით ფასში სხვაობას რა. მთელი ბრენდინგის მაგის ფილოსოფია არის. თალსახად ეგრეა კი. მაგრამ მინახავს რა როგორ შეიძლება გაყიდო პროდუქტი არა ასე თქვა ნულოვანი მარჟით რა, ანუ მეურად უფრო მაღალი მარჟით ვიდრე კონკურენტის თავად. აი წეღან ახლა ვაფშე არ გამომეჩინა ეს სიგნი. მაგრამ შევთანხმებულიყავით იმაზე რომ მე შენ მოგცემ რაღაცას, რაც შეწყვეტს ყოველთვე 90,000-ის დაკარგვას და წლის ბოლოს მოგიტანს მილიონს. და შევთანხმებულიყავით 500 ლარად. და მე მომეცა ეს სიგნი. ვერანაირი პრეტენზია ვერ გექნებოდა. უფრო მეტიც, უფრო მეტ რესურსს და მოახმარდით და ძალისხმევას. იმიტომ რომ 500 ლარი გადახდები და მართლა დადებდი შედეგს. და ძვირია თუ იაფი, 500 ლარითაც ძალიან იაფია. ამ ბოდიში პრინციპებს, რასაც ეს სიგნი ეფუძნება და პრინციპები, რასაც აი ეს მაქსველ ზაქეიმი რასაც იყენებდა, რეალურად მაგას ვიყენებ. პირადად ჩემთვის მკითხო რა ფასი აქვს? ნებისმიერი პროექტიდან გამომდინარე გეტყვი რა ფასი აქვს? მაგალითად, ციგნის პრეზენტაციაზე გადავიკვეთეთ ყველაზე მეტად მე მგონი ხო ამ ბოლოს. მაგ პრეზენტაციაზე 70-მა კაცმა თქვა მინდა 3000 ლარიან ოფერზე. ერთი პრეზენტაცია 70-მა კაცმა 200 რაღაცა ლარის გაიყიდა, იმიტომ რომ კონკრეტული ცოდნა იყო გამოყენებული. და რომ მკითხო რა ფასი აქვს, რა 200,000-ზე მეტი აქვს. სხვა მაგალითად ვებინარებშიც ან მასტერკლასებშიც ან აუდიტორიის წინაშე გამოსვლის დროსაც, როცა პრეზენტაციას ესე ვატარებ, ერთ-ერთ ავტომატიზებულ ვებინარს 3.8 მილიონი ლარი აქვს ამ 4 წლის განმავლობაში დაწერილი. და ეგ ფასი აქვს. ავტომატიზირებული ვებინარი. თუ გინდა მივიდეთ, მანდაც მაგარი საინტერესო სფეროა. ძალიან. იცი რა მაინტერესებს? ეგ ანუ მე ხა ესე ვისმენ ამ ყველაფერს რა. ეს რიცხვები რაც ეხა დაასახელე, ანუ შედეგები ასე რომ ვთქვათ, ეს არის დასტური იმისა, რომ ის რასაც ყიდი ეგ არის დასტური იმისა, რომ ის რაც ყიდი, როგორც ყიდი და რასაც ყიდი მუშაობს, მაგის დასტური არ არის, ის რომ გაყიდვას მაგრად ახერხებ რა. როგორც ყიდის ის რომ
ვყიდი ეს არის იმის დასტური, რომ ტრანზაქციული პრეზენტაცია მუშაობს. ხო, მაგრამ ის რომ პროდუქტი კაია, აი, ეხა- მაგის დასტურია მომხმარებლების აი შედეგი. მაინტერესებდა ეს მომხმარებლების უკუ კავშირს როგორ აგროვებს, სად აგროვებს, სად შეიძლება ნახოს ადამიანმა. ვეკითხები. ხო, და მე მესად ნახო. ანუ მე რომ ნახო, ეხლა გიორგიმ გიშველად თუ არა, ეგ მაინტერესებს რა. ნახე, შემდეგ ვეკითხები, სათითაოდ ვეკითხები თითოეულს. რა მდგომარეობაში იყო მანამდე? რატო გადაწყვიტა მაგალითად ამ პრობლემის მოგვარება? რა არჩევნის წინა შეიდგა? რა გამოცდილება, რა ზომები ჰქონდა მანამდე მიღებული? რატო გადაწყვიტა მაინდა-მაინც ჩემი პროდუქტის ყიდვა? და რა მოხდა მას შემდეგ, რაც ეს პროდუქტი გამოიყენა? რას ეტყოდა იმ ადამიანებს, ვინც ახლა არიან იმ მდგომარეობაში, რომელშიც თვითონ იყო მაშინ სანამ ამ პრობლემასთან ერთად ცხოვრობდა? რას ეტყოდა? ნახე, შეიძლება ესე სიასავით არ გკითხო, მაგრამ ბოლო ჯამში ჩვენ დიალოგიდან მე ამ პასუხებს ამოვიღებ და მე რო ვიცი რომ ამ პროდუქტს ხელახლა ვუშვებ, ამ უკავშირებს ვახარისხებ იმის მიხედვით, თუ ვინ რა აწერტილში იყო ყიდვამდე, ვინ რომელ ბეწერტილშია ახლა და ამ ადამიანების რევიუებს ვაჩვენებ კატეგორიების მიხედვით. მაგალითად, შენ თუ კონკრეტული X პრობლემა გაქვს, ყველა რევიუს არ გაჩვენებ რა მნიშვნელობა აქვს. შენ თუ მაგალითად ხელი გტკივა, ვიღაც ტიპი ვინც ამბობს რომ თვალი მტკიოდა და არა, გაჩვენებ იგივე პრობლემა ვისაც ჰქონდა და ახლა ისაა. აუ, ეხლა ამ წამს მომივიდა თავში ეს კითხვა რა და შეიძლება არასწორად ვაფორმულირებ, მაგრამ მაინც. მე ესე გავიგე ეხლა ეს ჩვენი საუბარი რა. შენ იცი რაღაცა, რაც არ ვიცით ჩვენ და არ იცის ძალიან დიდმა უმრავლესობამ ჩვენს გარშემო რა. ამ დროს ჩვენ ყველანი ვცდილობთ რაღაცის გაყიდვას რა. შენ არჩიე გზა რომ გვასწავლო როგორ გავყიდოთ, ანუ დაგვეხმარო გაყიდვაში რა. მაგრამ არა არჩიე გზა შენ თვითონ გაყიდა ჩვენს მაგივრად რა. მაგალითად გაეკეთებინა საბროკერო კომპანია, რომელიც გაყიდა ბინას, გაყიდა დაზღვევას, რომელიც გინდა არჩიე რა, გაყიდა მანქანას, გაყიდა ჭიჭიკოს, გაყიდა ბიჭიკოს. რატო? ერთი, იმიტომ რომ ერთი, იმიტომ რომ ჩემია ეხლანდელი გატაცება არის სწავლება. ანუ ეს პროცესი რომ მე გამოცდილებას ვაზიარებ, ეგ მიყვარს. სიამოვნებს. მაგალითად, ერთ-ერთი მიზეზი გაზის დეტექტორების გაყიდვა რატო შევწყვიტეთ, იყო რომ ემოციურად ვეღარ მივყვებოდი რა, ფულს კი წერდა, მაგრამ აი ეს არ არის რა, ახლა ვეღარ დაკავდები დიდ ხანს იმ საქმით, რომელიც შით მოცდენილად გწევს. აღთხოვანება გაქრა. ხო, და მე ეგ ეთყობა შედეგებსაც. მე არ ვარ ის ტიპი, ვისაც უყვარს ბევრ ადამიანებთან, მაგალითად, აი 30, 200, 300 კაცი ყავს გაყიდვებში და ამათ შედეგებს უყურებს და შემდეგ მაგის არც ნერვი მაქვს, არც სურვილი. ეს პროცესი ამჟამად ახლა ძალიან მიყვარს. მე მირჩევნია რომ ადამიანებს ვასწავლო როგორ გაყიდონ თვითონ, ვიდრე დაუჯდე და მათ ნაცვლად ვაკეთო ეგ შავი საქმე. და თან ბევრად სასარგებლო მგონია, ბევრად სასიამოვნო და ბევრად შემოსავლიანი. თუმცა არიან ბიზნეს მოდელს გააჩნია ტონი რობინსი არის 1000-ზე მეტი კომპანიის წილში. просто იმიტომ რომ იქ კონსულტანტია იმ კომპანიაში. და რა იმიტომ რომ გაზრი პირველი ალბათ ეგ გაზრი მოგდის თავში. მაგრამ ნახე მე გიწევს მენეჯმენტში შესვლა, ადმინისტრაციულ საოპერაციო რაღაცებში ჩახედვა და თან საქართველოში არც არის ეგრე დალაგებული. ბექი რომ რაღაცა ეს მარტივად გადაიკვეთოთ, გამოიკვეთოთ. გახსოვს სოკართან რომ გარიგება გქონდა პირველი იდეა იყო რომ მოგების რაღაცა პროცენტს შემოსავლის პროცენტზე ხო? და მე შემოსავლის პროცენტზე და შემოსავლის თვლი ხო? რა თქინდა ახლა შენ ითვალო ვიღაცის მოგება როცა შემოსავალი რამდენი გაქვს ხო იცი იქიდან მოგება რამდენი გაქვს გარიგდები იქ რა. რაც უფრო ზედაპირს ეხები შეიძლება ეხა ის რაც ილაპარაკე ამ კითხვის პასუხის ნაწილი იყოს, მაგრამ მაინც მაინტერესებდა და დავსვავ რა. ანუ როგორ ფიქრობ რა, რა იყო ის ძირითადი მიზეზი, რომელიც განასხვავებს რას, ანუ შენ სტარტაპების წარმატება იგეთი არ იყო, როგორც შენი ინდივიდუალური, როგორც მასწავლებლის, ლექტორის, ცუდი სიტყვები ეგენი. არა, ხო, კაი სიტყვებია. მაგ პროდუქტში, ანუ რეალურად
ერთი და იგივე ჩარჩო იცი აქაც და აქაც რა საბოლოო ჯამში რა ხო? ამ ჩარჩოს ამ მიმართულებით ამ ინდუსტრიაში, სწავლის ინდუსტრიაში რო იყენებ წარმატებას მიეღწი, მაგრამ სიტყვაზე ვიძახი იქ გაზდეტექტორები კი გაყიდე, მაგრამ აღარ მოგინდა რაღაც ლოგოკინის ფერმა ჩაგივარდა, იქ აფთიაქმა არ იმუშავა, ანუ ცუდი გაგებით არ ვიძახი რა. შენ როგორ ფიქრობ, რა არის ის მიზეზი იმის, რომ აქ ეს შენი პოტენციალი და უნიკალური ცოდნა რაც გაქვს, გაიფურჩქნა და იქ ეგრე არ გაიფურჩქნა, იმიტომ რომ შეიძლება ბევრისთვის დახმარება იყოს. მენეჯმენტი, ლევან, ნახე? ჩემი ეხლანდელი საქმიანობა არ იტყობს, ასე ვთქვათ, იმას, რომ არ მართავ ბევრ ხალხიან გუნდს. არ მაქვს იქ რაღაცა საოპერაციო და ადმინისტრაციული რაღაცა თავისკივილები და ასე შემდეგ. სხვა ყველა საქმეში ხო ძალიან ბევრი პროცესია, რომელიც უნდა დაალაგო და რაც არ უნდა კარგად ყიდდე. სხვა რაღაცებში თუ ჩავარდნა გაქვს მაგალითად იმ რაღაცაში რაშიც შენ ძლიერი ხარ. მან თუ ჩავარდნა გაქვს, სხვაგან დაიძირები. და მე მირჩევნია რომ ტიპებს ვისაც ეგ ნაწილები დალაგებული აქვთ, მაგრამ შედეგს მაინც ვერდებს, იმიტომ რომ გაყიდვების ნაწილში აქვს ჩავარდნა. პირდაპირ ამ ადამიანებს მივცე ეგ კუბიკი, იმიტომ რომ დანარჩენი პროცესები დალაგებული აქვთ. მე არ მაქვს დალაგებული. მე არც მაქვს უნარი რომ კარგად დავალაგო გაყიდვების გარდა სხვა პროცესები. უამრავი პროცესი და არ მაქვს ეგ უნარი. ხო. ჩემსავით უყურებს რა. არ მიყვარს მე საოპერაციო ბიუროკრატია. არა, იცი რა, შენ ლიდერშიპი გამოგდა, შენ CEO ხარ, მე CEO ვარ, რას გულისხმობ, იცი რომ ჩვენ ზუსტად რომ პროფესიონალი ხალხისგან გუნდის შეკრა და ამ მთელი ერთიანი პროცესის მართვა არის ჩვენი უნიკალური ცოდნა. გიორგის არის კონკრეტული აგერა, ამ გაყიდვებს მე. მაგალითად, ოღონდ ხალხი არის. თუ ეს ეხება ავტომატიზაციებს და რაღაცებს, სიამოვნებით. გამიყიდია კიდე ეს დღემდე ვყიდი და ასე შემდეგ. თუ ეს ეხება პრეზენტაციის მოფიქრებას და ხმარებას, ამაში სიამოვნებით. ხო. მაგრამ ეს თუ ეხება ახლა პროდუქტს აიდან ჩამოიტანო მე სასაწყობეში რა გვექნა რა ქნა და ასე შემდეგ. გავიგე. მე მინდა რომ მივიდე კიდე კაი, ეხლა ნახე, გავიგე. მოდი, მტვერსასრუტები გაყიდე. აგერ წიგნი ფაქტია, რომ გამიყიდე რა. იცი როგორ კითხვა, მაგ აი სტანდარტული მაღაზია მაქვს რა. ვავი, აი ტანსაცმლებს დავუბრუნდეთ, მოდი რა. მაღაზია მაქვს რა, ტანსაცმელი, მაისური, ჯინსი. რა, ვშვები. ახლა უცებ ვერ წარმოვიდგინე ხე ეს. ასე ფილოსოფიური ლაპარაკი და კარგი პრეზენტაცია რანაირად უნდა ჩავატარო ამას რა. მან რა ხდება? მაგათმა რა ქნა? ნახე, სტანდარტულ მაღაზიაში გულისხმობთ რას, რომ რასაც შენ ყიდი გვერდით სხვა ყიდის მომენტ ეგეც? მათ შორის. ჩემი აზრით ყოველში მაგას. ნუ იცი როგორ ეხა მე ცოტა გამოცდილება რომ მაქვს, შეიძლება ბრენდი განსხვავებული არის რა, ლაპარაკიც არ არის მაგაში რა. ბრენდი განსხვავებული არის. უბრალოდ ფუნქციურად საბოლოო ჯამში ერთი და იგივე არის რა. ანუ დიდი არაფერი სხვა ფუნქციურად არის. რითიც არის ბრენდი განსხვავებული, ეგ სხვაობა არაფერს არ მაძლევს მომენტ. აი არ ვიცი, ეგ უნდა იყოს ის რაც სხვაობას მოგცემს, მაგას გულისხმობ? ნუ ემოციური გარდა არის. პრაქტიკულ ხო, სხვას არაფერს. ნახე თუ ჩვეულებრივი შარვალი გაქვს შენს მაღაზიაში. რომელიც დავიწყე ბრენდი გავაკეთე. მოდი ბრენდი გავაკეთე, მოდი ესე ვთქვი. მოდი გაიხა მე გავაკეთე ბრენდს. ტანსაცმლების ბრენდს ვაკეთებ რა. და აგერ ლევისის მაღაზია არის ჩემ გვერდით, ტრაფიკი კარგია მანდ, ხალხი დადის და გაუხსენი გვერდზე. მეც იგივე რა, რაღაცა ჯინსის პროდუქცია მაქვს ძირითადად და ბრენდი გავაკეთე დავარქვი ლევალი. პირობითად ვიცახი. ლევისი ლევალი. აი რა ვქნა რა, ეს როგორ გამოვიყენო ეს ჩარჩო ეხა. რა მანდ რა ბერკეტები. არა, მოდი ეს შევხედოთ. თუ საუბრობთ იმაზე, რომ ნებისმიერ პროდუქტ, ნახე ძალიან ხშირად მინახავს ესეთი სათაურები, როგორ გავყიდოთ ნებისმიერ რაღაცა ნებისმიერ ვიღაცას. ხო. ჩემი მდგომა არის, რომ ნებისმიერ რაღაცის გაყიდვას და პროსტატაკ რაღაცა პროდუქტის აღებას, რომელიც ბაზარზე გამოხატულ ტკივილს არ აგვარებს, იმდანაც დიდი რესურსი უნდა დაჭირდეს მე ამის ბრენდინგის და რაღაცების და ისტორიების და ასე შემდეგ წინ წამოწევაში, იმდანაც დიდი რესურსი უნდა დაჭირდეს. რომ მე მირჩევნია, ცოტა გავჩერდე, უკეთესად დავაკვირდე ბაზარზე ხალხს რა ტკივა, რაზე წუხს. იმიტომ რომ თუ ბაზარზე ხალხს კბილი ტკივა და მე კბილის მათეთრებელ გელს ვყიდი, ბიჭო, კი, კაია, მაგრამ ჯერ ტკივილშია ადამიანი და მე მირჩევნია, რომ ტკივილს დავაკვირდე. ტკივილმა მიკარნახოს რა პროდუქტი გავაჩინო ბაზარზე, ვიდრე ჯერ პროდუქტი გავაჩინო და პროდუქტმა მიკარნახოს ვინ ვეძებო და შეიძლება ვერც ვიპოვო ეგეთი ტიპი. მით უმეტეს, ნახე, როცა
შარლის მაღაზიას ყიდი ლევისის გვერდით. თუ ლევის ტრაფიკი დიდი აქვს, შეიძლება შენს რესურსად გამოიყენო, რომ თქვა, რომ რა კი ტრაფიკი ჩემი დასაგენერირებელი არ არის, აქ ხალხი ისედაც მოდის, იქ მოსულ ტიპთან გავაკეთებ ისეთ პრეზენტაციას, რომ ამ ტრაფიკიდან რაღაცა ნაწილს ჩემთან გადმოვასხავ. ხო, აი როგორ თქვა. მათ შორის ალბათ ეს. ალბათ რაღაცა უნდა მოიფიქრო, ანუ რაღაცას ხო შვება და თუ უბრალოდ შარვალია და დადიხარ, ღირს 20 ლარი. მაგრამ თუ ამ შარვლის ტარება ჩემზე არაფერს არ ამბობს, არანაირ ემოციას არ იწვევს, არანაირ გაგიჭირდება ისტორიის მონაწილეს არ მხდის და ასე შემდეგ. ამ შარვლით უბრალოდ ჩიშველი აღარ ვარ. უბრალოდ ჩიშველი თუ არ ვარ 20 ლარი ღირს რა პირსახოს შემოვიფარებ და თუ მე გიგებ. ბოდიში პატარა სკოლის გავაკეთებ. ნახე, მით უმეტეს როცა ისეთ ინდუსტრიაში შედიან ტიპები, სადაც არანაირ უნიკალურ შესაძლებლობას არ თავაზობენ ტიპებს და პროსტა იმიტომ შემოვაქვთ ერთი და იგივე ტავარი ქვია ბოლო ჯამში, აი მაგ რაღაცას ერთი და იგივე საქონელი, იმიტომ შემოვაქვთ, რომ კაი ფასშია მომწოდებლისგან და ბაზარზე ჯერჯერობით სხვა შეიძლება მოდებული არ არის. ანუ ნახე, არანაირ ბრენდი არ დგას ამის უკან, არანაირი ისტორია არ დგას, არანაირ ემოციას არ იწვევს. ისე წოვი პრობლემას არ აგვარებს. ჩათვალე, რომ ეს ბიზნესი გაქვს ისეთი, რომელიც ჩვენს ხელში საერთოდ არ არის. და ნახე რატომ. მაგალითად, ყიდი შენ შარვალს 100 ლარად. იმიტომ რომ ლევისი არ არის. გვერდით ვიღაცამ გაგიხსნა და იმის გამო რომ კონკურენცია გაგიწიოს 90-ად ყიდის. ბრენდის წონა ერთი და იგივე გაქვთ. რას გააკეთებ? ადგები და დაწევ შენს ფასს. იმან დაწევ, შენს დაწევ. ერთი რომ შენს გაყიდვის, ანუ შენს ფინანსურ მიზანზე, ასე შენს ბიზნესზე რეაგირებას გავლენას ახდენს კონკურენტი და მეორე გაგიძვირა მომწოდებელმა სიტყვას. უნდა გააძვირო. რეალურად გაქვს ბიზნესი, რომელსაც ერთი მხრიდან სხვა მართავს, რა ფასში გაყიდო, მეორე მხრიდანაც სხვა მართავს და გონია რომ ბიზნესი გაქვს და საერთოდ არაფერს არ მართავ ამ ბიზნესში. ეხლა რატო დავსვი ეს კითხვა, არა მე მინდა რომ რელევანტური იყოს, რომ მე მჯერა რომ ნებისმიერი იგეთ ბიზნესში კი შეიძლება რაღაცა უნიკალური შეთავაზების მოძიება, მოფიქრება და განსხვავებულობის გამოტანა და შესაბამისად მე ბრენდის მაღაზია აშენება რა. ანუ თუნდაც ჩვეულებრივი შარვალი რომელიც გაქვს, შეიძლება ფუნქციურად შარვალს არაფერი განსაკუთრებული არ ქონდეს ლევისისგან, მაგრამ შენ შეიძლება შენ მაღაზიას ქონდეს, შეიძლება შენ სერვისს ქონდეს, შეიძლება შენ ბიზნეს მოდელს ქონდეს, შეიძლება რაღაცაში შეიძლება შენ ისეთი უნიკალური მოიფიქრო. საერთოდ არაფერი არ ქონდეს უნიკალური, მაგრამ კონკურენცია გესმოდეს რომ არის არა ინდუსტრიებს შორის, არის ყურადღებას შორის. შეიძლება მაგარი გიჟი ხარ ადამიანების ყურადღების მიქცევაში, მანამ დაჭერაში, სანამ ემოციას არ გაუჩენ რომ იყიდოს. და მე თუ შენზე კარგად ვიცი ადამიანების ყურადღების მიქცევა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს შენ რა ფასად ყიდე, იმიტომ რომ უბრალოდ ვერავინ ვერ იგებს შენ შესახებ. იმიტომ რომ შენზე მეტი ადამიანის ყურადღება მიჭირავს და უმართავ. შესაბამისად შეიძლება უნიკალური ოფერი არ იყოს, არანაირ უნიკალურობას არ წარმოადგენს. მაგრამ კონკურენციას გიწევდე, ყურადღებას ვიქცევ გიჟივით. და მართავ მე. აბერკრომბი და ფიჩის ტიტული კაცები გამახსენდა მაღაზიის წინ. კი, რა მოგახსენდა. ხო, ანუ ეხლა გიორგის რასაც უსმენდი, ის მაგ ჩემთვის ესე ჩამოყალიბდა რა. არ ვიცი როგორა ქართულად commodity-sized პროდუქტები. მსგავსი პროდუქტები, ხო, არ საუბრობს რა, მან ნაკლები რესურსია სინამდვილეში აი ამ ყველაფრის რა. და თან ტიპებს ბიზნესი აქვს, რომელსაც თვითონ ვერ მართავენ, ხო ხვდები და რა აზრია. ხო, ანუ როდესაც უკვე ესეთი ბაზარზე აპრობირებული გადაწყვეტა პრობლემის მან ძალიან ძნელია. მე ხა ესე გავიგე ყოველ შემთხვევაში. ზუსტად გაიგე და ერთადერთი რაც დააკომპენსირებს, იქნება მაშინ სიგიჟე და ამატო. ცნობადობა გაზარდა. ნახე ცნობადობა ბევრჯერა. რეალურად რა დგას ამის უკან, ხო? გააქვს მაგალითად უნარი ან რესურსი ან არ ვიცი რაღაც გააქვს, რაც ადამიანების ყურადღებას იქცევს და მანამ უჭირავს სანამ ყიდვამდე მივა. კონკრეტული ფორმით, კონკრეტული დაგეგმებით მართავს ემოციას ისე რომ იყიდოს. და შეიძლება commodity პროდუქტიც გაყიდო ძალიან კარგად, მხოლოდ იმიტომ რომ ბევრის ყურადღება გაქვს მიქცევს. აბსოლუტურად. ხო, პრინციპში ხა დავფიქრდი. ინფლუენსერები მაღაზია არ მუშაობენ. ან ვარ კიდევ იმიტომ რომ ყურადღება არის მთავარი ვალუტა. მეორე ვარიანტი რომ შენ ბიზნეს პროცესი ისე გადაალაგო და მან შეიტანო ინოვაცია,
რომ აი ეს ფასის უპირატესობა შენი მართვადი გახდეს და არა მომწოდებელზე დამოკიდებული ან კონკურენტის ფასის დაგდებაზე დამოკიდებული რა. ანუ ხა Netflix-მა კინოების მიწოდება რეალურად მაგნაწილში მოიგო და საერთოდ ქცევა შეცვალა. რეალურად ბიზნეს მოდელი უნდა შეცვალო ქვია რა. კი, მაგას ვქვია. ხო, მაგრამ პროდუქტი იგივე ქცევა, მაგრამ შენ მიწოდების არხს აკეთებ ისეთნაირს და ისეთ სული მაგას რომ უკონკურენტოდ რჩები მე საბოლოო ჯამში რა. კაია. კარგი იყო, მომწონს. მიყვარს მე გაყიდვები რა. გაყიდვები კაია კაცო რა და მე ბიჭ მაგარი. თან როგორი რაღაცა იცი ინჟინერიასავეთა ადამიანის ყველაზე კაი რა აქვს იცი გაყიდვებს რომ არაფერი არ იცვლება ინდუსტრიის მიხედვით. იმიტომ რომ ყიდველი მაინც ადამიანია. ხო. და ნებისმიერ სფეროში ყიდვამდელი მდგომარეობა ადამიანის ყიდვამდელი მდგომარეობა იდენტურია. ყიდვამდე მაგ კითხვები, მაგ უნდობლობა, ჭირდება გარანტიები და კარგად დანახება, როგორი გახდება ჩემი ცხოვრება ამის მერე. და ეს ამის მერე სახლის მერეა, მანქანის მერეა, დაზღვევის მერეა, წამლის მერეა თუ ჩუსტის მერეა, აბსოლუტურად სულ ერთია. შენ პპსა მე გაყიდვებში როდესაც მოვხვდი, ახლოსაც არ ვიყავი აი ამ ყველა კონცეფციასთან რა, უბრალოდ მოვხვდი გაყიდვებში და მაგრამ მახსოვს ჩემ დღეს მეგობარმა და მაშინ კოლეგამ მომცა რუსულ ენაზე გამოცემული წიგნი როგორ დამენიშნა შეხვედრები სატელეფონო ზარებით რა. ანუ ჩემი ერთ-ერთი ფრეიმვორკი, ერთ-ერთი რაც მქონდა იყო ტელეფონი მეჭირა ქრონიკულად ხელში და ერთადერთხელ გავაკეთე ალბათ ცხოვრებაში ეგეთი რამ იმის მერე უფრო ნაკლებად და ნაკლებად. ჩამოვწერე სტრუქტურა ჩემი სატელეფონო საუბრის რა, ანუ აი ესე ნაბიჯ ეხლა რასაც ყვებოდი რა, რა არის მერე მოდიოდა რა პასუხს მერა და დავიწყე ესე ტელეფონზე რეკვა რა და იმდენად ესე აი უცოდინარი 20 წლის ბიჭის გაკეთებულმა სტრუქტურამ ისე იმუშავა რა და მანდ ეხა არ გავსულა რა თქმა უნდა 100,000-ებზე და რაღაც რამიშობა ქონდა რა 10 შეხვედრა გავაკეთე 2000-იანების დასაწყისში ისეთ თემაზე როგორც მოდი უნდა დაგაზვიო რა უნდა დამაზვიო ბიჭო ვინ ხარ ვაფშე მეუნებოდენ რა ხო და იმდენად იმუშავა და იმდენად ეს თავდაჯერება მომეცა რომ გამომდის რა მე შევყევი და აი ნახეთ რეალურად თუ ესე შეხედავ რა ახლა რო გისმენდი რაღაც ერთი კავშირი გავავი რა მაგალითად თეატრში წავედით რა და აღმოაჩინეთ ცოტა ხანში რომ ერთი 1000 კაცი ესწრება და ამ დადგმის შემდეგ რომ მოიხედე შენს ტირი და ყველა ტირის შემთხვევითი ხო არ არის იქ დაგეგმილი იყო კონკრეტული რაღაცეები ნავარჯიშები იყო რომ შენ ტირილის ემოციამდე მისულიყავ იქ შეიძლება შეიცვალოს რაღაცა გაგეცინოს და შეიძლება შეიცვალოს რაღაცა და რაღაცა იყიდო როცა პრეზენტაციას ატარებ ერთი მსახიობის თეატრია ჩათვალე რა როლში ხარ შესული არაფერს შემთხვევით აპროსტატაკ არ ამბობ ზუსტად იმას ამბობ რაც გინდა იმიტომ რომ ზუსტად იცი რომ მსმენელი ესე მიდის ყიდვის გადაწყვეტილებამდე ეგ ხო იცი გავტესტე დასულ კითხვა არა მიდი მე ისეთ ფილოსოფიურ თემაში უნდა გადავიდე ტელეფონით რო ყიდდი ახლა წეგან რო თქვი რომ ტელეფონით ეს რა მაგარი შეგრძნება ახლა რომ აქამდე კი რაღაცა სტარტაპებით რაღაცები ხან გამოდიოდა ხან არ გამოდიოდა თუმცა წარუმატებელი სტარტაპი ალბათ არის სტარტაპი საიდანაც ვერაფერი ვერ ისწავლე კი 100% ეგრეა თითოეულიდან იმდენი რაღაცა მაქვს ნასწავლი 10 ჯერ მეტი სარალის ხირდა მაგრამ ეს თემა კი დავამუღამე რომ ტელეფონითაც შემიძლია პრეზენტაციის ჩატარება ნუ მე მართლა ტრანსში გავდიოდი სერიოზულად გეუბნები კონსულტაციას რო ვატარებ თვალები მაქვს დახუჭული და როგორ გისმენიც იგივე ვერ წარმოიდგენ ისე გისმენ მე არ ვარსებობ შენს ტვინში ვარ ოღონდ სერიოზულად იმიტომ რომ ბიჭო მე მესმის რომ პაციენტი რომ მოდის ექიმთან ტკივილი აქვს და მე სულ ერთია რა მალი მაქვს და რას ვფიქრობ და ხელფასი რამდენი მინდა ეგ სულ ერთია აქ მოსული ხარ ტკივილისთვის და მე აქ ვარ შენ მოსამსახურებლად და ტელეფონით როცა კონსულტაციას ვატარებდი რომელიც პრეზენტაციის ერთ-ერთი ფორმაა მასტერ-კლასის პრეზენტაციის ფორმა ვებინარი ვორქშოპი სულ პრეზენტაციებია კი კაია მაგრამ
სადღაც ემოცია არ გაქვს, რა განწყობა არ გაქვს ყოველთვის ერთი და იგივე. და დღე როცა ტელეფონით არ ყიდი, არის დღე როცა შემოსავალი აღარ გაქვს. ხო. მეთქი ბიჭო რაღაცა სხვა უნდა უქნა ახლა რა. და მეთქი ეს რაღაცა თუ იმუშავებს ერთი ბევრზე პრეზენტაციისას. იმიტომ ნახე რამ ხელა შორტკატია და წინ კიდე როგორი შორტკატია ნახე. სკეილინგია მაგარი. რამ და შემდეგი სკეილინგი უნდა ნახოს საიდან სად უდგამს. იმიტომ რომ ახლა მე თუ 10 გაყიდვა მინდა მაგალითად თვეში განვახორციელო და კონვერსია მაქვს მაგალითად 10%. ხო. ანუ 100 კაცთან უნდა ვილაპარაკო იმისთვის რომ 100 კაცმა უნდა მოისმინოს ჩემი პრეზენტაცია, უბრალოდ ფორმულირება. იმისთვის რომ 10-მა იყიდოს. და აქამდე ესე ვუყურებდი რომ 100-მა რომ მოისმინოს 100 ჯერ უნდა ჩავატარო. მაგრამ თუ ეს 100 კაცი ერთ ოთახში იქნება ერთსა და იმავე დროს და მე ერთხელ ვიტყვი, მაშინ ერთი პრეზენტაცია 10-ის შედეგს მაძლევს. და ჩავატარე იგივე ფრეიმვორკზე, ტრანზაქციულ პრეზენტაციაზე, ავაწყო მთელი მასტერკლასი. პირველი გაშვება ერთ-ერთმა ბანკმა ვერც გადახდა, ჩაგვირთო საიტზე ვერაფერი. შეთავაზებას რო გავაკეთებ, თუ ვინმეს ყიდვა მოუნდება, ხელით უნდა უგზავნოს ანიკამ ანგარიშის ნომრები. 90 წუთიანია. როუტერი არ იჭერდა, სადარბაზოში გვიდევს, იმიტომ რომ იქედან კაი მიღება აქვს. და ვატარებ პრეზენტაციას, გავედით ბოლოში, გავაკეთე შეთავაზება. ვიღაცებმა ნომრები გამოაგზავნეს, ანგარიშის ნომერი მომწერე, ვაგზავნით და გაიყიდა 10. 1000 ლარიან ოფერს ვყიდდი. გაიყიდა 10, 20, 30. ვებინარის დასრულებამდე გაიყიდა 40. 90 წუთში. მეთქი ხო არ გადავწმო. ხო არ ანუ ერთ საუბარში 40 ტელეფონო ზარი ამოაგდო. 40000-ის გაიყიდა 90 წუთში და იქედან 24 საათში კიდე 23 გაიყიდა, 63000-ის გაიყიდა. მეთქი ბიჭო, კიდე კაი პერსასლუტების კომპანიაში მოვხვდი. შემდეგი რაც გავაკეთე, გავაკეთე ანა არველაძესთანაც, შემდეგი რაც გავაკეთე, ნახე, პრინციპი არის, რომ პრეზენტაციასთან რამდენი თვალიც მოხდება, იქედან X% კონვერტირდება. ჩემი ამოცანა არის არა ის, რომ პრეზენტაცია ჩავატარო. ჩემი ამოცანაა, რომ პრეზენტაცია წარმოვადგინო ადამიანებთან, ვინც ამას ნახავს. ყოველჯერზე ჩატარება კი არ მინდა. ერთხელ რო ჩავატარე და დაადასტურა, რომ 10%-ს აკონვერტირებს. ეხლა ამოცანა არის, რომ 1000 კაცს მოუყარო თავი, რომელიც ამას ისევ ნახავს. არ მჭირდება თავიდან ჩატარება. მჭირდება ჩატარებულის ხელახლა ჩვენება. და ეს ვებინარი იყო, რომელსაც დღეს 3.8 მილიონზე მეტი ლარის აქვს გაყიდული, ისე რომ აღარ ჩამიტარები არც ერთხელ და 3 წელია ტარდება კიდე. ერთხელ იყო ანა არველაძის ლაივს დავესწარი. ძალიან ხშირად ვესწრები რა, იმიტომ რომ როგორც კი ვიგებ უფასო მასტერკლასი, უფასო ვებინარი, ჩემთვის გასაგებია, რომ იქ რო შევალ, უნდა მივიღო რაღაცა დიდი ღირებულება და შემდეგ გაკეთე შეთავაზება რა. და ანა არველაძე მეგობარია ჩემი, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მითხრა, რომ მოწოდებით ხარ მასწავლებელი და ეს გიყვარსო რა და ჩააჭირეო რა მაგ რაღაცასო რა, ნუ გერიდებაო. მე მეთქი მე უნდა მომისმინოს რაღაცები, ოღონდ ეს წლების წინანდ. და დავესწარი ანას ვებინარს. ძალიან მაგარი მასტერკლასი ჩაატარა, გააკეთა შეთავაზება და ვიღაცებმა იყიდეს. მეთქი ბიჭო, კი იყიდეს, მაგრამ ჯერ რა დაბალი ფასი აქვს. იმიტომ რომ მაგარ პრობლემას აგვარებ. უბრალოდ ხალხი ვერ ხვდება იმ სიტყვებიდან გამომდინარე შენ როგორც. მე მეთქი რა ცოტა მიყიდა. ურეკავ რომ მეთქი ანა რას ფიქრობ რომ შენი პრეზენტაცია რომ გადავაკეთოთ მეთქი მასტერკლასი. გადავაწყოთ მეთქი ტრანზაქციულზე. გავყიდოთ 3-ჯერ მაღალ ფასად და უეჭველი გაიყიდება უფრო მეტზე მეთქი და. ძალიან მინდა ხო რა და როგორ არ მინდა. თან ყავს 5 შვილი. მე-5 სულ პატარა. და ბაღლა რაც მოკლე დროში მედგირებულებას მიაწოდებს სხვას, შენც მეტი შემოსავალი შეგიძლია მიიღო და ოღონდ უფასოდ არ მინდა. მეთქი შედეგი თუ დაიდება და რო დაიდება, მე გავსწორდეთ რა. დავჯექით მოვარგეთ, ხო უკვე დაამუღამე ფრეიმვორკი როგორია რა. ბევრი სიღრმეები აქვს, უბრალოდ ბევრი წყვილმანები აქვს, რაც მაგრაცვლის შედეგს. ჩაატარა ისევ მასტერკლასი. ოღონდ რაკის ატესტო იყო, დიდათ არ მოვიწვიეთ ხალხი, გაცილებით ნაკლები ხალხი დაესწრო, 3-ჯერ მაღალ ფასად და 7-ჯერ მეტი გაყიდვა იყო, ვიდრე
ყველაზე ბევრი რო ესრებოდა. და ანა მირეკავს გახარებული, რომ всё პრინციპს მივხვდიო, შემდეგები როგორ ჩავატაროთ, ვიციო. რა უნდა ჩაატარო? რა უნდა ჩაატარო? ჩატარებულია. შემდეგებს გები უბრალოდ უნდა ვაჩვენოთ, მეთქი ავტომატიზაციას გაგიკეთებ ამისას. და დღემდე ვიხსენებთ, რომ პირველად გამოვცადებ, რომ ძინავს ვიღვიძებ და სადღაც ჩემს პრეზენტაციას ჩემი პროდუქტი აქვს გაყიდული. კაი სიტყვა თქვი ხა შენ გძინავს და პრეზენტაცია გაყიდული. მოკლედ მე ეგ თემა მინდა. სხვას არ ვიცი უნდა თუ არა, მე რაც მოკები მინდა პრეზენტაციის კეთების სწავლა მინდა. ან ეხა დამიტოვე რამე, ან ეთერის მერე მითხარი მან როგორ მოვიდე. და თუ მსმენელსაც რამეს დაუტოვებ კიდე უფრო კარგი იქნება. ნახე ახლა მე ეთერის მერე დავждეთ ის ვქნათ რა. შევხედოთ რა სყიდი და ვიზა ყიდი და პრეზენტაცია როგორ უნდა იყოს მიტანილი ის მესიჯი რომ ადამიანმა ბუნებრივად იყიდოს და მსმენელს შემიძლია შევთავაზო ესეთი რაღაცა ოღონდ იმ შემთხვევაში თუ უკვე აქვს პროდუქტი ან უკვე აქვს სერვისი ვაპირებ დაწყებას არა და უკვე ხვდება რომ პრეზენტაცია რაღაცა რაზეც ტიპი ან კი სამობს ან არას და ფორმას დაგიტოვებ ვიდეოს აღწერაში შეავსონ დაახლოებით 15 ადამიანს და უკავშირდები და აბსოლუტურად უფასოდ გავუწევ კონსულტაციას ეხლა მისი პრეზენტაციას სადაც ჩავარდნა რა როგორ უნდა იყოს რა საერთოდ უნდა ამოიღოს და რაც უნდა დატოვოს რა ფორმით უნდა იყოს და სად უნდა იყოს ვინ ხალხს მიწოდებული რომ ამ პრეზენტაციამ ანუ ნახე ხალხს რეალურად კაი პროდუქტი აქვს პრეზენტაცია არ უარგათ შვენი ეგ არის მადლობა დიდი ერთი საერთოდ თუ იქნება შანსი ჩაკ ერთი წიგნი გვინდა გაჩქოთ ეს კაცი არის ფანი როცა გძინავს ფულის შოვნა მაშინ რო ხდება ნავალ რავიკანტის ალმანახი და ეს ჩვენგან საჩუქრად მადლობა და ბოლო ტრადიციული კითხვა მაინც დავტოვოთ ხო გივი რატომ რაც გვიშლის ხელს კაი ჩვენ გვაქვს ეგეთი ტრადიციული კითხვა ხოლმე ყველა სტუმარს უსმავთ მაგ კითხვას ეს არის აი ესეთ ფორმატში რასაც მე და გივი ვაკეთებთ აქ ხოდებს დღეს გავლენა და სტუმარი ხარ შენ რა მომენტ რა წიგს დადებდი აქა და რა ტიპის სტუმარს მოვიყვანდი ეხლა ჩვენ გავლენაში და დარწმუნების ფსიქოლოგიაში მოვიყვანეთ გაყიდვების და გურუ და მარკეტინგის გენიოსი და შენ რა წიგს დადებდი აქ და ვის მოვიყვანდი სტუმრად ბიბლიას დავდებდი ძმაო და მოვიყვანდი არა მღვდელს ოღონდ და სასულიერო პირს რომელსაც ჯერა რომ ბიბლიის გამოყენებაზე ექსკლუზიური უფლება აქვს რომელიღაც რელიგიას მოვიყვანდი ტიპს რომელსაც ესმის რომ მთელი ბიბლია თუ არ შეხედავ მხოლოდ რელიგიურ წიგნად არის რეალურად მთელი ყველანაირი პროცესის შაბლონი თუნდაც ბიზნესში რა როგორი მარტივ არა მესმის ისე თემა მაგრამ მარტივ მაგალითს ეპიზოდი მეორე ეპიზოდი ხوار დავგეგმოცხვალა მარტივ მაგალითს მოგიყვან გინდა აი უმარტივეს მაგალითს რა პროსა იგაიფებს ნო ბიბლიის პირველი თავი დაბადების პირველი თავი აიღებ ღმერთმა შექმნა სადა მიწა და პირველ დღეს ეს მეორე დღეს ეს მესამე დღეს ესე 6 დღის ჩავდა მე-7 დღეს დაისვენა თუ მაგრად დააკვირდები რის შემდეგ რა აკეთა და რატო აკეთა მიიღებ იდეალურ სრულყოფილ ბიზნეს მოდელს აბა მაგალითად ნახე პირველ დღეს თქვა ღმერთმა რომ იყოს ნათელი და იყო ნათელი და თქვა რომ კარგი იყო მოდი ეს შევხედოთ დედამიწა არის სისტემა რომელიც კონკრეტული მიზნისთვის არის შექმნილი და თითოეული დეტალი ამ სისტემაში კონკრეტულ როლს თამაშობს. თავის როლს ასრულებს. ანუ ეს რაღაცა არის როგორც ღმერთის ბიზნესი ასე ვთქვათ. და ეხლა შევხედოთ როგორ დაიწყო ღმერთმა დედამიწის როგორც ბიზნესის შექმნა. პირველი თქვა რომ იყოს ნათელი. პირველი რასაც ბიზნესის კეთების დროს ვაკეთებთ არის შემოვიტანოთ ნათელი ხედვა რა მიმართულებით ვიხედებით. მისია, საით ვიხედებით, საით უნდა გავანათო, რა დავინახო. მეორე რაც გააკეთა, გაყო წყლები ატმოსფეროს ზემოთ, ატმოსფეროს ქვემოთ. წარმოიდგინე, ჯერ არაფერი არ არის დედამიწაზე შექმნილი და პირველი რაც გააკეთა, გადახურა, დაიცვა ის, რასაც შემდეგ აპირებდა რომ გაეკეთებინა.
რამდენი ბიზნესი გახსენდება, რომელსაც უამრავი დაუცველი წერტილი აქვს, რომელსაც ნაფიქრი არ არის და ვიღაცამ უბრალოდ რომ მინიმუმ გაიაროს და ინტერნეტი გადაუჭრას რამდენიმე მილიონში აყირავებს. უბრალოდ. მისია დაინახა რა არის? შემოღობა დაცვა. შემდეგ დაიცვა მანამ სანამ რამე შექმნიდა. ხო. მესამე დღეს გააკეთა აღმოჩენოს მიწამ სცენარეები. მესამე დღეს შექმნა სისტემა, რომელიც მრავლდება თავისი გვარის და მიხედვით. სანამ ცხოველებს შექმნიდა. ჯერ შექმნა სისტემა, რომელიც იძლევა ნაყოფს. მეოთხე დღეს რაც გააკეთა, მეოთხე დღეს შექმნა მნათობები. მთვარე და მზე, მთვარე ღამის მმართველად, მენეჯერებად შექმნა, მზე დღის მენეჯერად. და იგაიფე, მანამდე არსებობს სისტემა, რომელიც მუშაობს როგორც ნაყოფს იძლევა, მაგრამ მზე და მთვარე თუ არ არსებობს, ეს არ იმუშავებს. სინამდვილეში ჯერ უბრალოდ სისტემაა შექმნილი, მუშაობაში არ არის მოყვანილი, მუშაობაში რომ მოვიდეს, ჭირდება მენეჯერები. მაგრამ ეს სისტემა მუშაობს, დაახლოებით ისეთია, რომ კანალიზაცია გაიყვანა, მაგრამ ან სანტექნიკა იცი რომ მუშაობს, მაგრამ წყალი არ არის ჯერ გაშვებული. მუშახელს ქმნის ან ცხოველებს ქმნის მენეჯერების შემდეგ. რამდენი დამფუძნებელი გახსენდება, რომელიც უშვებს ამ შეცდომას. ჯერ გააკეთებს რაღაცა ბიზნესს, დაიწყებს რომ აი ეს სისტემა ფულს წერს, კაროჩე ამას ვაკეთებთ. მერე თანამშრომლები აყავს. მერე თვითონო დაიღალა. მის შემცვლელს ეძებს, მერე მოყავს მენეჯერები და ეს თანამშრომლები და ეს სისტემა ამ ახალ მენეჯერებს ვერ ეწყობიან, იმიტომ რომ ამის ციკლზე იყვნენ აწყობილი. და ნახე როგორი ნაბიჯ გეგმა რა, სისტემას ქმნი, მოყავს მენეჯერები, მენეჯერებთან ერთად აკყავს ხალხი, რომელმაც და თითოეულმა იცის რა უნდა აკეთოს, რომელმა რა უნდა აკეთოს, მთელი პროცესი არის ავტომატიზებული. ან რეალურად ფიზიკის კანონები ავტომატიზაციებია დედამიწის რა. შემდეგ მოყავს მისი მსგავსი წარმომადგენელი, ქმნის ადამიანს მის მსგავსად და ხატად და აყენებს ამ ყველაფერზე მართლად. აგერწმო სისტემა ესე მუშაობს, აგერწმო მენეჯერები, რომელმაც იცის ეს სისტემა როგორ უნდა მოიყვანოს მოქმედებაში და აგერ ხალხი და ეს ორივე ამ მენეჯერის ციკლზე აწყობილი. და აგერ შენ, რომელმაც ეს ყველაფერი უბრალოდ უნდა მართო, ჩემი წარმომადგენელი იყო აქ. შემდეგ ნიშნავს დირექტორს, ასე ვთქვათ, და ისვენებს. თუ დააკვირდებით დაბადების პირველ თავში წერია იდეალური ბიზნეს გეგმა. ნამდვილად ერთი ეპიზოდის ღირსი არის რა. ერთი კითხვა გაჩნდა რა, ნეტა რა უყურება მოაქვს ამ ბიზნესს რა. ბიჭო, რავი, იდეალური არ ვიცით. ეგ სხვა გაკითხვა. მგონი ეგ ებრაელებს უნდა ვკითხოთ. მათი დაწერილი ბიზნეს გეგმა, ამიტომ მაგაც. ძალიან დიდი მადლობა გიორგი. კარგი იყო. მადლობა. ძალიან მაგარი. მადლობა დიდი.